პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. 26 მაისს ყველანი სტადიონზე, ყველანი თეთრებში, რათა მსოფლიოს დავანახოთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟს მშვიდობიანად ვაპირებთ. 26 მაისმა უნდა აჩვენოს მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი სააკაშვილის კრიმინალური ბანდის პარპარს ამ ქვეყანაში ვეღარ შეეგუება. ამ განცხადებებითა და პათოსით ხვდება ოპოზიცია დამოუკიდებლობის დღეს. რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ იმ ადამიანებს მიმართა, ვინც აქციაზე ვერ გადის, რომ ფანჯრებიდან თეთრი ტილოები გადმოფინონ. ეს იქნება სოლიდარობის ნიშანი, რომ ადამიანები, რომლებიც აქციაზე ვერ მიდიან, ისინი გამოუხატავენ საკუთარ სოლიდარობას იმ ადამიანებს, რომლებიც ფიზიკურად ვერ მოახერხებენ დინამო სტადიონზე მისვლა. სტადიონიდან სვლა რუსთაველისკენ. 26 მაისს რუსთაველზე ოპოზიცია იდგება. საქართველოს დღეს ჭირდება არა პოლიტიკური რყევები, არა გადატრიალების მცდელობები, არა მუდმივი მუქარა. ამით ხალხს ურტყამენ, ხალხს აკლებენ შემოსავალს და პერსპექტივას. არიან პოლიტიკოსები, ვისაც კონკრეტული ვალდებულებები აქვთ აღებული, მათ შორის ფინანსურიც და ამიტომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. ფეხების ბაკუნითა და იარაღის ბრაგუნით ქვეყნის არევა არავის გამოუვა. ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც მისი ხელისუფლების დემონტაჟს აპირებენ. არ გაპატიებთ სააკაშვილო, არ გაპატიებთ აგვისტოს, არ გაპატიებთ ხის, არ გაპატიებთ ხრემს, ჩაქოლავენ იცოდეთ. 26 მაისამდე 2 დღე რჩება. მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას, მზადება სახალხო აღლუმისთვის. ბოლომდე რუდის გერმების ბრძოლა და ხელისუფლებას უნდა აჯობოს ხალხმა. პროცესებს ფაქტიკულად თბილისი მართავთ ჩვენ. ჩვენ გავაკონტროლებთ ძალიან მალე ქალაქს და ძალიან მალე გავაკონტროლებთ საქართველოს. რა მოხდა წავკიში, მოусმინეთ ამ დაპირისპირების მთავარ მონაწილეს დღეს პირდაპირ ეთერში დავით გამყველიძის პოლიტიკური კვირა, რა მოლოდინია ოპოზიციაში. ოპოზიცია და ხელისუფლება ცალ-ცალკე რეგიონებში 26 მაისისთვის რეგიონების ოპოზიციური კორტეჟი თბილისში იქნება. ფეხის ბაკუნი ქვეყნის არევა იარაღის ბრაგუნით არავის არ გამოუვა. არის ხალხი, ვისაც კონკრეტული ვალდებულებები აქვს აღებული, მათ შორის ფინანსური. ამიტომ მათ უკან დასახელი არაფერი არ აქვს. ფული აქვს მიშა სააკაშვილს აღებული საქართველოს დაშლისთვის. და ამის გამო არ ვიშლებით ჩვენ რა. სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში გზები ვერასდროს ვერავინ გადაკეტოს და ვერც რკინიგზის ბლოკადა მოახდინოს. რა გეგმაა ხელისუფლებაში, თუ ეს გადაკეტვა მაინც მოხდება? ხელისუფლების მაისის მოლოდინი, კობა სუბელიანის პოლიტიკური კვირა. თამაში, რომელსაც ჯერჯერობით არც მოგებული ყავს და არც წაგებული 9 აპრილიდან 26 მაისამდე გაზაფხულის მეორე გაელვება გია მაისაშვილი პოლიტიკურ კვირაში. მიშა, შენი გამზრდელი ოპოზიცია ერთიანი ლიდერის მოლოდინშია, ვინზე შეჩერდება არჩევანი. ეს კანდიდატი ამ დღეებში უნდა დასახელდეს. ალასანია, გაჩეჩილაძე, ბურჯანაძე თუ ვინმე სხვა, ვინ გახდება ოპოზიციის ნომერი პირველი.
მან შესაძლებლობა 26 მაისისთვის განწყობები და მოლოდინი ხელისუფლებასა და ოპოზიციაში გადაცემას ხსნის ალიანსის საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყეიძე, რომელსაც მეტისმეტად ცხელი პოლიტიკური კვირა ჰქონდა პირდაპირ მნიშვნელობით, როცა მას სხვა ოპოზიციონერთან მსგავსად მანქანა ჩამოართვეს. ბატონო დავით, გთხოვთ სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. როგორ ბრძანდებით? ხო, დაიკავოთ თქვენი ადგილი. ჩვენ ვაპირებთ ფიცის დადებას, რომ არასდროს ერთი ადამიანის ხელში ხელისუფლება არ ჩავარდება და შემდგომში ისევ ქუჩაში დგომა არ დაგვჭირდება. ჩვენ უნდა შევფიცოთ ერთმანეთს. ეს იყო ლევან გაჩეჩილაძის განცხადება. ოპოზიცია ემზადება ძალიან სერიოზულად. დიდი პათოსი, განცხადებები, ვთქვათ, ხალხის მობილიზება რეგიონებიდან დედაქალაქში და ასე შემდეგ. იქნება თუ არა 26 მაისი გარდამტეხი ქართული პოლიტიკისთვის? ინგა, პირველ რიგში მინდა ხვალნიდელ აქციას შევეხო. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი აქცია ტარდება თბილისში და საქართველოში. როგორც იცით, გამოქვეყნდა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება, პან კი მუნის მოხსენება აფხაზეთთან დაკავშირებით და ეს იყო კატასტროფა, როდესაც აფხაზეთი აღარ იქნა მოხსენიებული როგორც საქართველოს ნაწილი. ეს იყო სრული მარცხი ქართული დიპლომატიის, საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის და ხვალ ჩვენ ყველანი მთელი საზოგადოება, ეს არ არის ოპოზიციის აქცია, ეს არ არის რომელიმე პარტიის აქცია. გეგმავთ და მოუწოდებთ თბილისს და მთელ საქართველოს, რომ 4 საათზე 5 წუთით გავაჩეროთ ყველა მანქანა, გავჩერდეთ ყველანი. და ჩვენი პროტესტი, ჩვენი დუმილით, საყვირების მიცემით, მოძრაობის გაჩერებით დავანახოთ ყველას, გაეროს გენერალურ მდივანსაც, გაეროს უშიშროების წევრ ყველა სახელმწიფოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შევეგუებით ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი მიწაწყლის, ჩვენი აფხაზეთის წართმევას და საქართველოსთან განცალკევებას. ეს უნდა გავაგონოთ ყველას და პირველ რიგში გავაგონოთ რუსეთს. ამიტომ მე გთხოვთ, თუ არის შესაძლებელი, რომ იქნება ის მოწოდებაც, ის კლიპიც, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, არ არის ამ შემთხვევაში ოპოზიციური და მე მგონი ხვალ ყველას ვინ მოწონს, ვინ რომელ ლიდერს ემხრობა, ვინ ხელისუფლების მომხრეა თუ მოწინააღმდეგე, ხვალ ამაში უნდა ვიყოთ ერთიანი. ხვალ 4 საათზე ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი. ყველა მე, თქვენ და თითოეულმა მოქალაქემ უნდა დავაფიქსიროთ. შესაძლებელია იქნება. კი ბატონო, ბატონმა დავითმა მოიტანა ეს კლიპი, მე მინდა მაყურებელს შევთავაზო იგი და შემდეგ გავაგრძელებ საუბარს მასთან. თითქმის 2000 წელია ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განსაცდელში არიან. გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენებაში აღარ არის მითითებული, რომ აფხაზეთი საქართველოა. საქართველოს მოქალაქეო, 25 მაისს სადაც არ უნდა იმყოფებოდე, ზუსტად 16 საათზე პროტესტის ნიშნად 5 წუთით გადმოდი მანქანიდან. დაუჭირე მხარი სამშობლოს და უთხარი მსოფლიოს. აფხაზეთი საქართველოა. სამაჩაბლო საქართველოა. ამ აქციას ორგანიზებას არ უწევს ხელისუფლება ან პოლიტიკური პარტიები. ეს საქართველოს მოქალაქეების პროტესტია. აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლოც საქართველოა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ხვალ აქცია გულისხმობთ, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობდით და აქ იყო კლიპში მოწოდება. ეს არის მაინც შესავალი, ბატონო დავით, 26 მაისისთვის. ჩავთვალოთ ასე. 26 მაისი იქნება ახალი ათვლის წერტილი. ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად შეიძლება ჩავამართვათ ეს კითხვა, მაგრამ გაზაფხულის მეორე გაელვება, ასე დავარქვით 26 მაისის თემას, იმიტომ რომ ზუსტად ასეთი პათოსით იწყებოდა 9 აპრილიც, რომელმაც ამდენი ხანი გასტანა. საპროტესტო აქციებს გულისხმობდა და ეხლა უნდა დადგეს ახალი გარდამტეხი ეტაპი. თავისთავად 9 აპრილი მე მგონი დადასტურდა, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 1000 შეძახილისა თუ სკეპსისისა იმის შესახებ, რომ არ შეგროვდება ხალხი, არ მოვა, არ არის პროტესტი, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, რუსთაველს არ ახსოვს ასეთი რაოდენობა ხალხისა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 26-ში ჩვენ ყველამ, ჩვენი ერთობით, ჩვენი პროტესტით, ჩვენი იმ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, რის მიღებასაც 26-ში ვაპირებთ. უნდა წერტილი დაუსვათ ყველაფერს იმას, რასაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი 5 წლის განმავლობაში გვახვევს თავს. რამაც ქვეყანა აი ამ უმძიმეს მდგომარეობამდე მოიყვანა, რამაც დაგვაკარგინა ტერიტორიები, რამაც შეიწირა უამრავი ჩვენი თანამოქალაქე,
რასაც შეეწირა ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ღირსება, ყველაფერი ის, რაც უკავშირდება სააკაშვილის მმართველობას, ალბათ ამის დასამთავრებლად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგება სწორედ 26 მაისს. წერტილი დაუსვათ, ამ ყველაფერს ამბობთ, როგორ უნდა დაუსვას წერტილი ოპოზიციამ სააკაშვილის ხელისუფლებას 26 მაისს? როგორ წარმოგიდგენიათ? იგეგმება ძალიან სერიოზული, გრანდიოზული ღონისძიება. თუ არ ვწდები, ოპოზიციაც წავიდა სააკაშვილის გზით, ამ შემთხვევაში სანახაობას გულისხმობ და ძალიან ესეთი შოუს ელემენტები და სერიოზული სანახაობა იგეგმება სტადიონზე, გარდა ვთქვათ იმ გეგმისა, რომ სოფლიოს დაანახონ უამრავი ადამიანი საპროტესტო განწყობით იქ მისული. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ იმ დღეს უნდა დაესვას წერტილი სააკაშვილის ხელისუფლებას? ხომ არ ფიქრობთ, რომ ძალიან ხმამაღალია ხოლმე ასეთი განცხადებები და შემდეგ მოლოდინი, როდესაც ხალხში არ მართლდება, ვისაც უნდა რომ სასწრაფოდ წავიდეს ეს ხელისუფლება, შემდეგ უკვე ხდება რაღაცა ესეთი გულგრილობა, ნიჰილიზმი პოლიტიკური პროცესების მიმართ. ინგა, მე არც 9 აპრილს ყოფილ ვარ იმ პოლიტიკოსთა რიგებში, რომელიც ამბობდა, რომ 9 აპრილს შევიკრიბებით და იმ დღეს დასრულდება. და არც ეხლა ვამბობ, რომ 26-ში დასრულდება ეს ყველაფერი. 26-ში შეიძლება დასრულდეს, თუ ჩვენ ძალიან ეფექტურად ვიმოქმედებთ და თუ ჩვენ ძალიან ბევრი ვიქნებით, იმიტომ რომ დღეს ყველა ელოდება 26 მაისს, მთელი მსოფლიო ელოდება, ცივილიზებული მსოფლიო ელოდება, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს. არის თუ არა ერთიანი საქართველოს საზოგადოება იმაში, რომ ასე გაძლება, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. მუდმივად მუშაობს სააკაშვილი, მისი გარემოცვა და მის მიერ დაქირავებული ჟურნალისტები საზღვარგარეთ, მის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიები, რომ დაარწმუნონ დღეს იგივე ევროპა, იგივე ამერიკა იმაში, რომ ეს არის რაღაც განაწყენებული ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელიც იბძვის თავისი კეთილდღეობისთვის, თავისი ძველი პრივილეგიების დაბრუნებისთვის, რომ დანარჩენი ნაწილი საზოგადოებისა, პრაქტიკულად 4 მილიონი ადამიანი არის უბედნიერესი და თავს ჯნობს ძალიან კარგად. სააკაშვილის ლობისტებზე რატომ აკეთებთ ამ განცხადებას? ერთი წუთი ჩაგეკითხებით, არ შეგაწყვეტინებთ თქვენ აზრს და აგასრულებინებთ, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ფოთში. ადამიანები უმუშევრები დარჩენო, მესულაც არ მიხარიაო, ისინი მუშაობდნენ პოლიციაში, საბაჟოზე, დღეს მთავრობაზე, ვინც გაბრაზებულია და სააკაშვილი ეზიზღება, საერთოდ არ მიკვირს რომ იქ დგას, რადგან მიმაჩნია რომ ჩვენ გადავდგით სწორი ნაბიჯი, ბევრი იყო მოსაშორებელი და არანაირ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. ახლა ბევრი ყოფილი მებაჟე, ყოფილი პოლიციელი დადის აქციებზე, აქტიურად ცდილობს საქართველოს უკან დაბრუნებას, თუმცა არაფერი გამოუვათ. მოდით ცოტა ობიექტურად რომ შევხედოთ სურათს, როდესაც იგი საუბრობს, რომ ვიღაცეებს სურთ ხელისუფლების უკან ხელში აღება, შესაძლებელია ამ შემთხვევაში აქ განთავისუფლებულ ადამიანებზე არ იყოს მარტო საუბარი, არამედ იგივე პოლიტიკურ ლიდერებზეც, რომლებსაც ალბათ ნამდვილად სურთ უკან მიბრუნება. აღარ ჩამოვთვლი ახლა ძალიან მოდით ახლა მე შემიძლია ვისაუბრო ალბათ ჩემ თავზე და ახალ მემარჯვენეებზე, ჩვენ ხელისუფლებაში არ ყოფილ ვართ, არსად მიბრუნებაზე არ არის საუბარი და ჩვენ არც ერთი დღე არ გვითანამშრომლია სააკაშვილის ხელისუფლებასთან. თქვენი ყველა პარტნიორი, ვინც დღეს გიდგათ გვერდით, თანამშრომლობდნენ, მაგრამ ამ თემებს არ ჩავუყოთ. მე მგონი სწორედ ეს მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმი არის სრულიად განწირული, სრულიად უპერსპექტივო, როდესაც მან დაკარგა ყველა თანამებრძოლი. ყველა ის ადამიანი, ვინც მასთან ერთად იდგა და ჯეროდა იმ მონოპოლისა, რასაც ერქვა ბჭყალებში ვარდების რევოლუციის მონოპოლარი, ისაც მე არ მჯეროდა არასოდეს, მაგრამ ამ ადამიანებს ჯეროდათ. იგივე სალომე ზურაბიშვილი. რომ თქვენ არ გჯეროდათ. რა თქმა უნდა, მე ამაყება და მე ამ ყოველთვის ხაზგაუსვამ და იმედი მაქვს, რომ მომავალში მაინც ქართული საზოგადოება და ამომრჩეველი გარკვეულწილად ყურად იღებს ჩვენს მოსაზრებებს ახალი მემარჯვენეებისას, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი პროგნოზი უმეტესწილად მართლდება ხოლმე, მაგრამ თავისდროულად არ ხდება ამის სწორად აღქმა და სწორად გაგება. ეხლაც მინდა განვაცხადო, რომ სააკაშვილის რეჟიმი განწირულია და მინდა მივმართო მის ყველა თანამებრძოლს. პირველ რიგში მივმართო იმ ადამიანებს, ვინც დღეს სახელმწიფო სამსახურშია, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში, რომ ისინი არიან მსხვერპლი ამ რეჟიმისა, იმიტომ რომ მათ აიძულებენ და მე ამის მომსწრე გავხდი კიდევ ერთხელ რამოდენიმე დღის წინ. მათ აიძულებენ სრულიად უკანონო ქმედებები ჩაიდინონ. რა ეთყობოდათ ამ ადამიანებს, ვისთანაც თქვენ ფიზიკური ჩხუბი პირდაპირ დავარქვათ, შეხლა შემოხლა მოგივიდათ, რა ეთყობოდათ, რომ მათ ვინმე რაიმეს აიძულებს, ბატონო დავით? მინდა დაგარწმუნოთ, რომ მათ მე კარგი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი მათ მოქმედებებს, სანამ ისინი მოქმედებას დაიწყებდნენ. მათ ჰქონდათ საოცარი მორალური დისკომფორტი, ისინი ვერ ბედავდნენ, არ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ ისინი
იმიტომ რომ კარგად იცოდნენ, რომ ისინი უკანონობას ჩადიოდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, აი ამ წლების განმავლობაში, ინგა, მე უყურებდი მოსამართლეებს, როდესაც მათ გამოქონდათ უკანონო განაჩენი. და მე ვხედავდი, რომ ის ადამიანები საკუთარ თავში იყვნენ აბსოლუტურად დაშლილი და დანგრეულები, იმიტომ რომ მათ უწევდათ შიშის გამო სრულიად უკანონო და ამორალური გადაწყვეტილების მიღება. მე მთელი ამ წლების განმავლობაში უყურებდი იმ პროკურორებს, რომელთაც სასამართლო პროცესებზე თუ სხვადასხვა პროცესუალური ღონისძიებების დროს უწევდათ ისეთი ქმედების ჩადნენ, რომელსაც თავად არ ჯეროდა და იცოდნენ, რომ ეს იყო დანაშაული. დღეს პოლიციელები, რომლებიც მოქმედებენ და იძულებული არიან იმოქმედონ კანონის საწინააღმდეგოდ, არიან უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენებულნი და მე მინდა ამ ადამიანებს მიმართო, რომ გაემიჯნონ ამას ყველაფერს. მე არ მოუწოდებ იმას, რომ ან ღმერთმა დაგვიფაროს ჯარი რაღაც წინააღმდეგობაში შევიდეს ხელისუფლებასთან, ან ძალოვანი სტრუქტურები აჯანყდნენ და ამბოხი დაიწყეს. მაგრამ ნუ შეასრულებენ უკანონო დავალებას. ნუ გახდებიან კრიმინალის და დანაშაულის მონაწილენი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე სახიფათო, როდესაც ხელისუფლება იქცევა თავად კრიმინალურ ჯგუფად და სწორედ ამასთან გვაქვს ვინგა საქმე. ყველაზე დიდი ტრაგედია დღეს არის ის, რომ თავად ხელისუფლება ჩამოყალიბდა როგორც კრიმინალური რაღაც გაერთიანება, რომელიც აიძულებს სახელმწიფო სტრუქტურებს ჩაიდინოს დანაშაული, იმოქმედოს კანონის საწინააღმდეგოდ. და სწორედ ამიტომ არის ძალიან პრინციპული, რომ 26-ში 12 საათზე ჩვენ ყველანი ვიყოთ ერთად. ანუ 26-ში 12 საათზე მე უბრალოდ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვა, რომ სტადიონზე 11 საათიდან უფრო ადრეც ყველა კარები იქნება ღია და ყველა მოქალაქეს, რომელიც სასურველია რომ იყოს თეთრებში გამოწყობილი, ნიშნად იმისა, რომ ჩვენი პროტესტი, ჩვენი მოძრაობა, ჩვენი საპროტესტო ტალღა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი და ხელისუფლების ძალადობას და უკანონობას, ხელისუფლების აი ამ უსამართლობას, რომელსაც უპირისპირებს აი ამ საპროტესტო აქციებს, ჩვენ ისევ და ისევ მხოლოდ მშვიდობიანი შიშველი ხელებით დაუპირისპირდებით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. და კიდევ ერთი, 26-ში დასრულდება ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი გადადგება, მაგრამ ნურავის ნუ ექნება ხელისუფლებაში იმის იმედი, რომ გადააგორებენ 26-ს, მოითმენენ ერთ დღეს კიდევ და 27-ში ჩვენ დავიშვებით. იმიტომ რომ კითხვა ძალიან აქტუალურია, ბატონო დავით. 26-ში რასაკვირველი ალბათ გამოვა ძალიან ბევრი ხალხი, 26 მაისია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ძალიან ბევრი ადამიანი ჩათვლის თავს ვალდებულად რომ გამოვიდეს და ვთქვათ შეუერთდეს ამ აქციას, მით უმეტეს თუ კი იგი აპროტესტებს ამ ხელისუფლებას, მაგრამ რა იქნება 27-ში? ნუ აურებთ. 26-ში ჩვენ სტადიონზე ვიკრიბებით არა იმიტომ რომ აღნიშნოთ და ვიზეიმოთ 26 მაისს. 26 მაისს არ ვიკრიბებით. მეტად გაამძაფრებს ყველა ის ადამიანი გამოსვლის სურვილს, ვისაც აქვს პროტესტი თუ ამ ხელისუფლების. ძალიან მნიშვნელოვანია დიახ რომ ხაზი გაუსვათ ამას, იმიტომ რომ ხელისუფლების მხრიდან დაიწყო გარკვეულწილად რაღაც სპეკულაცია იმაზე, რომ იქ შეიკრიბება ყველა, ვისთვისაც 26 მაისი მნიშვნელოვანია. იქ შეიკრიბება ყველა, ვისთვისაც 26 მაისი მნიშვნელოვანია, ვისთვისაც საქართველოს მნიშვნელოვანია, ვისთვისაც ამ ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების მომავალია მნიშვნელოვანი და ამავე დროს ვისთვისაც მიუღებელია ის რეჟიმი, რომელსაც ქვია სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი. მისი მომხრეები იქ არ მოვლენ და იქ მოვა ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი მოსვლით, თავისი მონაწილეობით აი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში დააფიქსირებს პროტესტს და დააფიქსირებს სურვილს, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს, სააკაშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს. კი ბატონო, მაგრამ რა იქნება 27-ში? მე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ PR კამპანიას, რომელიც წამოიწყო სააკაშვილმა თავისი ლობისტური ამერიკული კომპანიის მეშვეობით, იცით რომ Bloomberg-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 65% აქვს სააკაშვილს ხარდაჭერა, რომ რეიტინგი იზრდება და ასე შემდეგ. ეს გავრცელდა იმ კომპანიამ, რომელსაც ძალიან სერიოზულ თანხებს უხდის, ჯერ კიდევ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული მიხეილ სააკაშვილი უხდის ხოთაშორის ჩვენ ფულს, როგორც ყოველთვის, როგორც ყველაფერში ის ხარჯავს ჩვენი გადასახადებიდან გადახდილ ფულს, ასე ხარჯავს ის 150 მილიონს საკუთარი რეზიდენციის მშენებლობაში, ასე გადაიხადა 35 მილიონი საკუთარ თვითმფრინავში, ასე გადაიხადა და იხდიდა ის მასაჟისტებს ჩვენ ფულს და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ლობისტურმა კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, უпростоრად PR კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 65% აქვს ხარდაჭერა. მე კიდევ ერთხელ თავაზობ სააკაშვილს, დანიშნოს რეფერენდუმი, თუ ის დარწმუნებულია, რომ 65% მხარს უჭერს. დანიშნოს და გადააწყვეტინოს ხალხს,
და გაირკვეს ეს ყველაფერი ვის მხარეს არის ხალხი. სააკაშვილი რასაც აპირებს, რის დანიშვნასაც აპირებს, მან უკვე დადო მაგიდაზე, ოპოზიციასთან შეხვედრისა შინაგან საქმეთა სამინისტროში, არაერთი განცხადება მან გააკეთა და უფრო მეტიც, მისი ტონი იყო ძალიან გამკაცრებული, როდესაც იგი საუბრობდა, რომ იარაღის ბრაგუნით, ფეხების ბაკუნით ვერავინ ვერ დახევს ქვეყანას უკან. ოპოზიციას აფინანსებენ ბანდიტი გელაშვილი, ბონდო შალიკიანი და რომ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი ყავთ ვიღაცებს ყურები დაჭერილი და ამიტომ ისინი არიან წასული ასეთ რადიკალურ ქმედებაზე. აი მე გაგაცანით ერთხელ კიდევ მისი განცხადებების მოქმედინაზე. ანუ იგი არაფერს არ დადებს, არც რეფერენდუმის თემაზე, არც ვადამდელი არჩევნები. ის დადებს თავის თანამდებობას, ის დადებს საკუთარ თავს, პოლიტიკურად გულისხმობ და ის დაკარგავს თანამდებობას და იქნება გადაყენებული. მე ვიძლევი ამის პირობას, მე ვაძლევ ამ პირობას საზოგადოებას, თუ ამას ყველანი მოვინდოებთ. მარტო პოლიტიკური ლიდერები, მარტო პოლიტიკური პარტიები ამას ვერ მოვახერხებთ. რაც შეეხება იმას, რომ ფეხების ბაკუნით, იარაღის ჟღარუნით, ვინ დაღუპა ეს ქვეყანა, ვინ მოიყვანა ამ მდგომარეობამდე, მე მგონი ყველას კარგად გვახსოვს. ვინდა სააკაშვილი მთელი ამ 5 წლის განმავლობაში თავის გაუაზრებელი, აი ამ სამხედრო რიტორიკით, მუქარით, ლილიპუტინების ძახილით, იარაღის ჟღარუნით, განმუხურებით და აი ამ PR კამპანიებით, ფეკალიების მუქარით და ასე შემდეგ, მე ხა აქვე უბრალოდ გაუსვავ ხა ამას ხას, რომ ამას მარტო არ აკეთებდა სააკაშვილი. ნებისმიერი ოპონენტი აქ რომ გეждდეთ, ამას შეგახსენებდათ. თქვენს გვერდით განანო გეტყოდნენ ბევრი ადამიანთაგანი. ოღონდ არ ვიდაოთ ამაზე აზრი არ აქვს დროს ნუ დავკარგავთ. ვინც ამ იარაღს აღღარუნებდა და ასე შემდეგ. მაპატიეთ, მაგრამ ყველა ამ ადამიანმა ბოდიშიც მოიხადა და გარკვეულწილად თავისი ქმედებით დღეს ცდილობს, რომ თავისი შეცდომები გამოასწოროს. განსხვავებით სააკაშვილისგან, განსხვავებით ვანო მერაბიშვილისგან, განსხვავებით გიგა ბოკერიასგან და გივი თარგამაძისგან, რომლებიც აგრძელებენ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებს და თავისი პოლიტიკით, თავისი აი ესეთი ჩაბღაუჭებით სკამზე. სააკაშვილი ამბობდა, რომ რამოდენიმე ლიდერის დასაქმების პრობლემაა. ძალიან დიდი ბოდიში. ჩვენ დასაქმების პრობლემა არ გვაქვს და არ გქონია და დავამტკიცეთ კიდევაც, როცა საპარლამენტო მანდატებზე უარი ვთქვით და ეს იყო ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი და არა მხოლოდ მორალური აქტი ჩვენი მხრიდან. დასაქმების პრობლემა, ერთი ადამიანის თანამდებობაზე ყველაფრის გადაყოლების პრობლემა არის სწორედ სააკაშვილი და მისი პრეზიდენტობა. თუმცა იგი წარმატებით ახერხებს ჩავიდეს რეგიონებში, ზუსტად იმ დღეებში, როცა ოპოზიცია გადის რეგიონებში და ხალხს ელოპარაკოს დასაქმებაზე, სამუშაო ადგილებზე და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ახერხებს ის ამას, როგორ რა საზოგადოებას იკრებს და დღეს ყველაზე მისი დიდი პრობლემა არის ის, რომ მას უკვე მხარდაჭერების საოცარი დეფიციტი აქვს. პრაქტიკულად იგი ვეღარ პოულობს ვერცეთ ცნობილ სახეს, ვერცეთ ცნობილ პოლიტიკოს, ვერცეთ საზოგადო მოღვაწეს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ღიად დააფიქსირონ სააკაშვილის მხარდაჭერა. ინგა დღეს პრაქტიკულად სააკაშვილი არის სრულიად დისკრედიტირებული, სრულიად გაკოტრებული პოლიტიკოსი და ლიდერი, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. თავარი არის ის, რომ ჩვენ რაიმენაირად რაღაც ემოციური გადაწყვეტილება არ მივიღოთ. ნერვებმა არ გვიმტყუნოს. რას გულისხმობთ? ნერვებმა არ გვიმტყუნოს, ემოციური გადაწყვეტილება არ მივიღოთ. ჩვენი მოქმედებით არ გავიდეთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ. შესაძლებლობა არის ამისი, საფრთხეები არსებობს ბატონო და რომ შესაძლებელია ოპოზიცია გავიდეს კანონის ფარგლებს გარეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მოვახდინეთ დემონსტრირება არა მხოლოდ იმისა, რომ პრაქტიკულად რეკორდული ხანგრძლივობით გრძელდებოდა საპროტესტო აქციები. არ ახსოვს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ამ ხანგრძლივობის აქციები. ამავე დროს ეს იყო გამორჩეული იმით, რომ აი ამდენი დღის, აი ამდენი მრავალრიცხოვანი მანიფესტაციის, მიტინგის, პიკეტის პირობებში ერთი მაღაზია არ გატეხილა, ერთი მარადიორობის ფაქტი არ ყოფილა. ერთი კანონდარღვევა არ ყოფილა ოპოზიციის და ოპოზიციონერების მხრიდან და ეს არ არის ოპოზიციური ლიდერების დამსახურება, ეს არის საზოგადოების დამსახურება, რომელიც საოცრად თვითორგანიზებულია. ხო, ეს უნდა აღინიშნოს, ქართველი ხალხი ახერხებს ყოველთვის, რომ აი ასეთი მასშტაბური საპროტესტო აქციები დასრულდეს ხოლმე ყოველგვარი აყალმაყალის და ეს იმ ფონზე ინგა, როდესაც ხელისუფლება ამ ყველაფერს პასუხობს ყოველთვის ძალადობით, უკანონობით, აკრძალული ტყვიებით, სისხლით. მთელი ეს პერიოდი, აი გავიხსენოთ, რა იყო ხელისუფლების მოქმედებები, პროვოკაციები, თავდასხმები, გატაცებები, ცემა, მუქარა, ტყვიები, პლასტიკური, რეზინის, სისხლი, წართმევა, შეურაცხყოფა, კონფისკაცია და ამ ფონზე ოპოზიცია და განსაკუთრებით საპროტესტო ელექტორატი და საზოგადოება ახერხებდა შეენარჩუნებინა საოცარი სიმშვიდე, საოცარი ორგანიზებულობა მთელი ამ დღეების განმავლობაში და ვარწმუნებ
მე მიხეილ სააკაშვილს. მისი დღეები არის დათვლილი. ამ რეჟიმის დღეები არის დათვლილი. ჩვენ აუცილებლად ამ განცხადების საფუძველს ბატონო დავით, ჩვენ გვაქვს დარჩენილი ზუსტად 4 წუთი და უნდა მითხრათ. რისი იმედი გაქვთ, რა იქნება 27-ში, რა იქნება 28-ში? გასაგებია 26 მაისი, მაგრამ შემდეგ რა მოდით დაველოდოთ რა იქნება 26 მაისს და მერე ვისაუბროთ რა იქნება 27-ში. მე გარწმუნებთ რომ ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი არის 26. 26 იქნება სიურპრიზებით ახსავსე როგორც საზოგადოებისთვის, ისე პირველ რიგში სააკაშვილისთვის. ფინასტარა არ გაგვიმხელთ ერთს მაინც. არის ასეთი ინფორმაცია, რომ ოპოზიცია სწორედ 26-ში გამოაცხადებს ერთიანი ლიდერის სახელსა და გვარს და თუ შეგიძლიათ ეს შემისადრეთ უფრო მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება შემოთავაზებული. მე არც უარყოფ ამას და არც გიდასტურებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდება ხელისუფლებას 26-ში და მინდა გავაფრთხილო, რომ იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ პრაქტიკულად ვეღარ იცავს და უარი თქვა საზღვრების დაცვაზე, ტერიტორიის დაცვაზე. მაშინ, როდესაც განაიარაღა და დაშალა არმია. ეხლა აქვს ინიციატივა, რომ უარი თქვას ეროვნულ ვალუტაზე და იცით, რომ ლარის რაღაც მეორად ვალუტად გადაქცევის იდეა და პროექტი არსებობს. ეს ყველაფერი არის ჩვენი სახელმწიფოს ძირითადი შემადგენელი ატრიბუტები. ჩვენ აღარაფერი გვჩება ამ სახელმწიფოსგან გარდა დროშისა, რომელიც გვახსოვს ყველას, ეს იყო და არის ნაციონალური მოძრაობის პარტიული დროშა. მე ვერც ერთი ქართველი, ვერც ერთი მოქალაქე საქართველოსი ვერ შეეგუება ამას და 26 მაისი იქნება სწორედ ადეკვატური პასუხი მათ პოლიტიკაზე. ჩვენ ყველანი ვიქნებით იქ. მე იმედი მაქვს ინგა თქვენც და თითოეული მოქალაქე, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ხვალინდელი დღე, ვისთვისაც სულ ერთი არ არის როგორი იქნება ეს დღე თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. იქნება 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე და ჩვენ ყველანი ერთად ჩვენ ვარ ჟურნალისტები და ბუნებრივია ყოველთვის მნიშვნელოვანი, როდესაც ხდება. არა, მე უბრალოდ აქვე დავაფიქსირებ, ბუნებრივია, როდესაც ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ქვეყანაში, ვცდილობთ რომ ვიყოთ ყოველთვის მოვლენის ადგილას. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ და უნდა ველოდები მთელ საქართველოს 27-ში რა იქნება? ამას გაიგებთ 26-ში. კარგით, მითხარით ახლა ისე როგორ გაგიშ. გაიგებთ 26-ში. მე იმედი მაქვს რომ 27-ში იქნება ყველაფერი ძალიან კარგად და იქნება ბევრად უკეთესად ვიდრე არის დღეს. ერთი წუთით გია მაისაშვილს შემოვიყვან ეხლა მე სტუდიაში, რომელმაც გამარჯობათ, როგორ ხართ ბატონო გია? რომელმაც ჟურნალ გზაში ასეთი უცნაური განცხადება გააკეთა, არასაპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკურ მასტურბაციას ეწევაო. ეს არ ვიცი როგორ ჟურნალმა გზამ საიდან მოიტანა მე არც ერთი ჟურნალისტისთვის ეს ინტერვიუ არ მიმიცა. მე არ მგონია რომ ბატონ გიას ესეთი რამე თქვა, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვიბძვით და ერთად ვაპირებთ რომ გავანთავისუფლოთ ქვეყანა ამ რეჟიმის. კარგით, წარმატებებს გისურვებთ ბატონო დავით, დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა. მაშას ეს იყო დავით გამყრეიძე, მე კი სიამოვნებით განვაგრძობ საუბარს ბატონ გია მაისაშვილთან. როგორ ხართ ბატონო გია? შრამი გეთხოვათ შუბლზე. შრამი ამშვენებს ბრძოლაში მყოფ ადამიანს, არა? ხო, რა ვიცი, რასაკვირველია. ბრძოლაში მყოფ ადამიანს ნამდვილად ამშვენებს შრამი. მითხარით 26 მაისი და თქვენი მოლოდინი როგორია? მიდიხართ თუ არა ამ საპროტესტო აქციაზე, რა მოლოდინი გაქვთ და ფიქრობთ თუ არა რომ ეს იქნება ნამდვილად გარდამტეხი თარიღი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში? ინგა, არა მარტო მე მივდივარ, არამედ მოუწოდებ ყველას ჩვენს თანამოქალაქეებს რომ მოვიდნენ 26 მაისს და ესეთი მობილიზების და პასუხისგებლობის გარემოში ჩავატაროთ ეს განსაკუთრებული დღე 26 მაისი, რომელიც ძველი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. მთელი ჩემი ბავშვობა ეს დღე საკრალური დღე იყო ჩემთვის, თან მერაბ კოსტავას დაბადების დღეა და კარგ თარიღს ქართველობის ერთობა უხდება. მითხარით თქვენი მოლოდინი ბატონო გია, მოდით ვიყოთ რაც შეიძლება გახსნილები, რამდენადაც ეს იქნება დღეს გადაცემაში შესაძლებელი. 26 მაისი იქნება თუ არა გარდამტეხი ქართული პოლიტიკისთვის. გეკითხებით რატომ? ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები არაერთი ოპოზიციის მხრიდან რაღაც თარიღებთან მიმართებაში და ადამიანებს ბუნებრივად ჰქონდათ ძალიან მაღალი მოლოდინი, მათ ვისაც არ უყვარს ეს ხელისუფლება, მათ ვისაც სურს რომ ეს ხელისუფლება წავიდეს, რომ აი დამთავრდებოდა რაღაც კონკრეტულ თარიღთან მიმართებაში იყო ხოლმე გაკეთებული განცხადება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს პრეზიდენტი არის ისევ სააკაშვილი, ქვეყანას მართავს ისევ ნაციონალური მოძრაობა თავისი პოლიტიკური გუნდით. თქვენ თუ შეგიძლიათ გითხრათ, რომ 26 მაისი შეცვლის ამ თვალსაზრისით რამეს? სამწუხარო რეალობა ის, რაც თქვენ ბრძანეთ, ქალბატონო ინგა, 26 მაისი ერთ-ერთი თარიღია და ინფანტილიზმი იქნებოდა პოლიტიკური ჩვენი პოლიტიკოსებისა და საზოგადოებისა თუ ჩვენ ესეთ განცხადებებს გავაკეთებთ, რომ 26 მაისს ან 9 აპრილს დამთავრდება ყველაფერი, ვერაფერი ვერ დამთავრდება
თუ არის ესეთი სრულყალბი მოლოდინი. საჭიროა ორგანიზებული სქემა, სტრატეგია, გეგმა იმისა, თუ რა გვინდა და ის რაც გვინდა, როგორ უნდა შევასრულოთ. აქვს ოპოზიციას ეს ორგანიზებული სტრატეგია, გეგმა, როგორ ფიქრობთ თქვენ? როდესაც ჩვენ ოპოზიციაზე ვლაპარაკობთ, მე საკუთარ თავსაც გულისხმობ და საკუთარ თუ რამე ნატრა მინდა, ესე იგი საკუთარ თავსაც გულისხმობ ამ ნატრაში. ჩვენმა კოალიცია თავისუფლებისათვის წარვადგინეთ, მე წარვადგინე კოალიციის სახელით ჩამოყალიბებული გეგმა იმისა, თუ როგორ მოგვეხდინა ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა მშვიდობიანი, თანმიმდევრული, პოლიტიკური ინოვატორული მეთოდებით. იმიტომ რომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ქალბატონო ინგა, რომ დღევანდელ სიტუაციაში ვარდების რევოლუციის გამეორება შეუძლებელია და თან არც არის ქვეყნისთვისაც. გულისხმობთ, რომ არის შეუძლებელი. გულისხმობთ თქვა პარლამენტში შესვლას, შეჭრას და გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან ცუდის მომასწავლებელი და საზოგადოება იქნება ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე. აქედან გამომდინარე, როდესაც ეს გზა მიუღებელია, ჩვენ უნდა ვანახოთ ახალი გზა, ახალი ინოვაცია. ეს ახალი გზა იმისათვის, რომ როგორც საზოგადოების მხარდაჭერა მივიღოთ შიგნიდან, ასევე დასავლური საზოგადოების წნეხი ამ ხელისუფლებაზე რომ გაძლიერდეს, იმიტომ რომ მარტო ჩვენი საზოგადოების წნეხით, როგორც ჩანს, ეს ხელისუფლება დათმობებზე ვერ წავა. ამიტომ გვჭირდება დასავლური წნეხი. და დასავლეთმა უნდა დაინახოს ის, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს და მერე გეტყვი, რა იქნება, ეს დასავლეთისთვის და არც საზოგადოებისთვის მისაღები არ არის. ჩვენ დღესვე უნდა ვანახოთ. უკაცრავად ბატონო გია არსებობს ასეთი ინფორმაცია, თითქოს სწორედ დასავლეთის მოთხოვნა არის, რომ დასახელდეს ერთიანი ლიდერი. თუ შეგიძლიათ ეს რომ დამიდასტროთ, თქვენ თუ გაქვთ ასეთი ინფორმაცია და სწორედ აი ამ მოთხოვნის გამო არის მოლოდინი, რომ 26-ში დასახელდება ეს ერთიანი ლიდერი. როგორც ერთგვარი ალბათ ალტერნატივა ხელისუფლების ცვლის შემთხვევაში სააკაშვილისა. შეიძლება დასახელდეს კიდევაც, მაგრამ ამაში არ არის მთავარი გამოსავალი. დასავლეთმა და საზოგადოებამ უპირველეს ყოვლისა, ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ოპოზიციას შეგვწევს უნარი იმდენად პოლიტიკური სიმწიფე ყოფნის, რომ ახალი პოლიტიკური ინოვაცია შევთავაზოთ საზოგადოებას, როგორ მოვახდინოთ ამ ხელისუფლებიდან, რაც შეიძლება დიდი დათმობების მიღწევა და რა შევთავაზეთ ოპოზიციას. რატომ არ წახვედით მაშინ თქვენ სააკაშვილთან, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ისხდნენ მის პირისპირ მაგიდასთან მოლაპარაკებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში? თუ კი თქვენ გქონდათ ოდნავ თუნდაც განსხვავებული ხედვა, თუ კი თქვენ გქონდათ თქვენი პოზიცია, ეგებ დაგედოთ სააკაშვილისთვის, ეგებ თუმად წინადადებაზე არა თქვა თქვენსაზე წამოსულიყო. რასაკვირველია და ამაში არის დიდი შეცდომა ჩვენი ყველასი. იმ დღეს მე შუბგახეთქილი ვიყავი სახლში და ტვინის შერყევა მქონდა. ძალიან მძიმე იყო, მინდა გითხრათ აქვე იმ კადრების ყურება, რაც მოხდა გიორგო ბაღამეს, სადაც თქვენ ბატონი დავით გამყრელიძე უცნობი და ყველანი იქ იყავით და თქვენი კადრები იყო ძალიან მძიმე განსაკუთრებით. როდესაც შენ პოლიტიკური პასუხისგებლობა გაქვს და ხედავ, რომ ქვეყანაში შეიძლება სისხლი დაიღვაროს, ამ დროს მე კავკასიის ეთერიდან სპეციალურად იქ გავიგე, რომ ესეთი ამბავი ხდებოდა და წავედი იმის გამო, რომ აღგვეკვათა სისხლისღვრა და იქ ისმის კიდევაც მიკროფონით, როგორ ვღრიალებ ხმის ჩამდე, უკან დაიწეთ, ხელები აწეთ, არაფერი არ ისულოდ. ზუსტად ამ დროს გავიგე, ჩემი სახელი და გვარის ხსენება ხელისუფლების უკაცრავად პოლიციელების კორდონიდან, როდესაც მივიხედე მასკიანმა პოლიციელმა დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილზე პირდაპირ გიძახათ და მიბრუნდით და პირდაპირ ხედავთ როგორი დამიზნება სწოდნია, როგორ პირდაპირ შუბშია მოხვედრილი. როდესაც კონსტრუქციულ ოპოზიციას თოფის ენით და სისხლის ენით ელაპარაკები, ამ ხელისუფლებას უკვე თქვენ ფიქრობთ, რომ კონსტრუქციული ხელისუფლების საყვარელი ტერმინია რადიკალური ოპოზიცია. მოდით დავარქვათ ყველაფერს თავის სახელით. მე მგონია, რომ მე ვარ რადიკალური აზროვნებით, მაგრამ ქცევით ვარ ზომიერი და იქ მე რომ არ ყოფილიყავი და რამოდენიმე კიდევ სხვა ოპოზიციის ლიდერი, რომლებიც ვცდილობდით, რომ ეს აბობოქრებული პროტესტანტები არ მიგვეშვა ღობესთან, პოლიციის ღობესთან და როგორც კი დავინახეთ, რომ ესენი გადადიოდნენ, იქ იქნებოდა სისხლისღვრა, სასაკლაო იქნებოდა. და როდესაც ესეთი პასუხისგებლობა აღმოაჩნდება ოპოზიციის ლიდერებს და თვითონ იღებენ
დარტყმას სხვებს იცავენ და ყვირიან რომ არავინ არ მოხვიდეთ ახლოს, მე მგონი ესეთი ოპოზიციას, ესეთ პასუხისგებლურ ოპოზიციას რადიკალურია თუ ზომიერი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ლიდერი უნდა ნატრულობდეს. ნუ ეს გადავიდეთ სხვა თემაზე. მოდი დაუბრუნდები, მე გავიმეორებ ჩემს შეკითხვას. რატომ არ იჯდა გია მაისაშვილი, ან გნებავთ იგივე კონსტანტინე გამსახურდი, ან ბატონი აკაკი ასათიანი, თქვენი ალიანსის რომელიმე ლიდერი, აი ამ ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან სააკაშვილის პირისპირ. სამწუხაროდ ჩვენ არავინ ამ დროს არავინ არ დაგვეკითხა ამ შემთხვევაში შევხვდებოდით თუ არ შევხვდებოდით. თქვენ წახვიდოდით რომ მე თქვა შემოეთავაზებინა. მე წავიდოდი, ოღონდ წავიდოდი არა ისე რომ გვეთქვა მისთვის რომ აბა ეხა გისმენ ბატონო პრეზიდენტო როგორ უნდა გადადგე. არამედ მე წავიდოდი უკვე კონკრეტული ჩემი შეთავაზებით რომ ინიციატივა ჩვენს ხელს ყოფილიყო და არა ისე მომხდარიყო როგორც მოხდა იმ დღეს, როდესაც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ჩამოაწიქციკა 5 პუნქტიანი წინადადებები და თქვა რომ იცით რა მე მზად ვარ დათმობაზე წამოსვლაზე და აი ერთ-ერთი პუნქტი არის ის რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კომისია და ასე შემდეგ. საკონსტიტუციო ცვლილებების თხოვდა მისგან რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა შენ უნდა გადადგე უბნებოდ. აი თქვენ რა მაგრამ როგორ უნდა გადადგეს და რა მოხდება შემდეგ და რა მექანიზმებია. იქნებ გითხრათ თქვენი მოსაზრება როგორ უნდა ჩემი მოსაზრება აქ მოვედი იმისათვის ორი მოსაზრება გითხრათ. ერთი არის რადიკალური, მეორე არის ზომიერი. რადიკალური იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება სრულიად იგნორირებას უკეთებს ამ საპროტესტო ტალღას, როგორც დღეს არის და ცდილობს საერთოდ არ დაელაპარაკოს და მეორე ზომიერი, როდესაც ხელისუფლება გააცნობიერებს ოპოზიციასთან პატიოსანი მოლაპარაკების არსს და ამას ორივეს ჩამოვაყალიბებ თუ შეიძლება და რაც შეეხება იმას, რაც ხელისუფლებამ იმ დროს შეთავაზა ოპოზიციას, ეს იყო კონსტიტუციური ცვლილებები 2 წლის შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იცით რას ნიშნავს ქალბატონო ინგა? აი გუშინ რომ ღვარცოფი მოვარდა კახეთში, ხო? აი ღვარცოფია და კრიზისული სიტუაციაა. ჩვენ გვჭირდება სასწრაფოდ მეზობელსაც დაუძახო, თუნდაც მომდურელი იყო და აღმართო ჯებირი. კრიზისის მენეჯმენტია და არა ის რომ იცით რა ჩვენ ჯებირის მშენებლობა 2 წლის შემდეგ გვაქვს დაგეგმილი. ეს არის გრძელვადიანი, რაც პრეზიდენტმა შესთავაზა. კარგია კონსტიტუციური ცვლილებები, მაგრამ ეს გრძელვადიანია, ამ კრიზისს ვერ გადაჭრის. ეხლა ავადმყოფი, გულით ავადმყოფი წევს საოპერაციო მაგიდაზე და ეს იგივეა რომ დაუწყოთ გულით ავადმყოფ. ადამიანს ფეხსაცმელის შესწორება, გულია სამკურნალებელი. ანუ პირდაპირ კრიზისის მენეჯმენტია საჭირო. აი ეს უზარმაზარი შეცდომა რას და ოპოზიციის ყველა ლიდერმა ვინც იქიდან გამოვიდა შეფასება იყო ასეთი რომ ეს არის სააკაშვილის მხრიდან მცდელობა რომ მან გაიხანგრძლოს ხელისუფლებაში ყოფნა. ჩვენ რას შევთავაზებდით? ჩვენ ორი პოზიცია გვაქვს, ერთი გვაქვს ოპოზიციისთვის შესათავაზებელი, მეორე ხელისუფლებისთვის. დავიწყოთ ჯერ ოპოზიციისადმი შეთავაზებით. იმისათვის რომ საყოველთაო მხარდაჭერა მივიღოთ, როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე დასავლური საზოგადოებისა, ჩვენ უნდა გამოვაჩინოთ ორგანიზებულობა, თანმიმდევრულობა და რაღაც სიახლე პოლიტიკური ინოვაცია. ამ სიახლეში რას გულისხმობთ? ჩვენ შეგვეკრიბა ეროვნული კრება, ეს იყო ჩვენი იდეა. თუ ეროვნული კრების შეკრება მათ არ უნდათ, აი 26-ში კარგი შესაძლებლობაა. მთლად არ არის ესეთი წარმომადგენლობითი, როგორც თქვათ არჩევნების მეშვეობით ეროვნულ კრებას მოიწევდი. აი ამ 26 მაისს, ამ დიდ სახალხო კრებაზე ჩვენ შევთავაზოთ საზოგადოებას, რომ აირჩიოს ალტერნატიული მთავრობა. ანუ პარალელური ორ ხელისუფლებიანობის განცდა შევქნათ საზოგადოებაში. რას მოუტანს პროცესებს? ამის მცდელობა ქონდათ ბატონოგია ოპოზიციის ლიდერებს, მე მინდა შეგახსენოთ, როდესაც მანდატები დახიეს და გადაყარეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომ შეიქმნებოდა ალტერნატიული პარლამენტი, თუ არცები ახალი მემარჯვენეების ოფისიც კი დასახელდა და ქალბატონი მანანა ნაჭყებია ჟურნალისტს უხსნიდა. ვთქვათ ამ შემთხვევაში სად რა შეიძლებოდა რომ განთავსებულიყო. ანუ ეს არ არის ეს ცოტათი განსხვავებული როგორ არ არის? ეს ცოტათი განსხვავებული იდეა, როდესაც ეს გვჭირდება ალტერნატიული მთავრობა იმისათვის, რომ ჩვენ მართოთ ეს საპროტესტო მუხტი, რომ არ განმეორდეს ისეთი ექსცესები, როგორიც მეორდება. მაგალითად, პოლიტიკურ თამაშს გავს. არა, პოლიტიკური თამაში კი არ არის, ეს არის მექანიზმი იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ორგანიზებული, ანუ ყურადღების ცენტრში
პირდაპირ მედიის, საზოგადოების, უცხოელების გადავიდოდა ეს ახალი ორგანო, რომელსაც ქვია ალტერნატიული მთავრობა. ეს ორლესული מחვილივით არის. ფაქტურად ორ ხელისუფლებიანობის განცდას ქმნის საზოგადოებაში და საზოგადოებაში ქმნის იმის განცდას, რომ აი ახალი ორგანო, ინოვაციით ახსავსე, ხედვით ახსავსე, კარგად ჩამოყალიბებული და მეორე მისი პარალელური არსებული მთავრობა, რომელიც არის დესტრუქციული, არანაირი სიახლე მათთან არ არის და აი ესეთი თქვა შედარების ძალიან ადვილად დასანახი იქნებოდა ჩვენი უპირატესობა მათთან შედარებით და თან ჩვენი ყოველი საქციელი იქნებოდა ორგანიზებული რეგულირება მოხდებოდა საჭიროა დღეს რას მოუტანდა ეს ბატონია მე მესმის ეს მოუტანდა ოპოზიციას ოპოზიცია ამ შემთხვევაში გამოხატავს მართვის თვალსაზრისით მაგრამ ხალხის ამ შემთხვევაში ოპოზიცია გამოხატავს ხალხის პროტესტს რომ ეს არსებული მდგომარეობა რაც დღეს საქართველოშია გაუსაძლისია ყველა აღიარებს ხო ჩვენ ვართ უმძიმე სახელმწიფო პოლიტიკურ ეკონომიკურ სოციალურ კრიზისში ამ კრიზისიდან გამოსვლას არ ვერ გამოვალთ თუ დღეს თქვა ჩავხერგეთ 1 საათით ქუჩა რაღაცა ცენტრალური მაგისტრალი მე გადავედით სხვაგან ანუ ეს სპონტანური საქციელი და მე ისე ქუჩის გახსნა და კონფლიქტის წარმოშობა საზოგადო ეს არაფერს არ მოგვიწევს ანუ უწონებთ ოპოზიციას გეგმას რომელიც მან განახორციელა როდესაც ოპოზიციაზე ვლაპარაკობ საკუთარ თავს გულისხმობ ანუ ესეთი თქვა სპონტანური ქაოსური საქციელი არაფერს არ მოგვიწევს ჩვენ გვჭირდება კარგად ჩამოყალიბებული აი წარმოგიდგენიათ ალტერნატიული მთავრობა იწვევს ფსიქოლოგიურად განცდას საქართველოში იმისა რომ არსებობს ორგანო რომელიც მშვიდობიანად ახდენს არსებული რეჟიმის დემონტაჟს და აი წარმოიდგინეთ ქუჩაში ლამაზით რაღაცა მწვანე ან ნებისმიერი ფერი რო ავირჩიოთ და წარწერებით ალტერნატიული მთავრობა რომელიც არეგულირებს გზის საგზაო წესებს, გვის ქუჩას. ანუ განცდა შეიქმნას იმისა, რომ უკვე არსებობს ერთი ორგანო, რომელიც ამ ქვეყანას ჭიხში არ თამაშს. იმიტომ რომ ქვეყანას მართავს რეალურად სხვა ხელისუფლება. ქვეყნის მართვაზე კი არა, ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ის ხელისუფლება და თქვენ არავინ არ ჩაგაყენებთ არანაირად საქმის კურსში და რას ნიშნავს ახლა? პოლიციელიც კი არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ საგზაო მართვის წესები რომ გააკონტროლოს. უფლებას არავინ არ გაძლევს. უფლება სჭირდება დამსახურება, თავისუფლება ლომთახვედრია, მოპოვება. ამ მოპოვებაში რომ არ მოხდეს ექსცესები და ეს იყოს ეფექტური, თანმიმდევრული, მიზანმიმართული, ამას სჭირდება მენეჯმენტი. ეს არის ახალი ორგანო, რომელსაც ერქმევა ალტერნატიული მთავრობა და ჩვენ რეგიონებშიც ადგილობრივ რწმუნებულებებს შევქმნით. ანუ განცდა იქნება იმისა, რომ ახალი ორგანო მოახდენს ჩანაცვლებას ორ ხელისუფლებიანობას. ეს განცდა ეს არის რადიკალური გზა. მეორე გზა ამ შემთხვევაში, როდესაც 25 კილომეტრშია რუსის ჯარი საქართველოს თბილისის მისადგომებთან, ხო? როდესაც არის გაუსაძლისი უმუშევრობა, უსამართლობა, კატასტროფული მდგომარეობა, ამ შემთხვევაში აქედან გამოსავალია მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობაზე დაფუძნებული ერთობა. ანუ ახალი ეროვნული ერთობის მიღწევა. გახსოვთ ხო, ინგა, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, რომ ხელისუფლებაშიც არიან ჭკვიანი ადამიანები, ოპოზიციაშიც არიან ჭკვიანი ადამიანები და მე მინდა დავამატო, რომ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი არიან ესეთი ჭკვიანი ადამიანები და ერთი არჩევანი აქვს ამ ქვეყანას. აქამდე მმართველობის სამი რეჟიმი გამოვიცვალეთ. არ ვერ მოხერხდა ერის გამთლიანება. თუ ამ პატარა ერმა ვერ შეძლო ერის თავისი პოტენციის მთლიანად გამთლიანება, ეს იმ ამოცანას ვერ გადაწყვეტს, რასაც ქვია თანამედროვე საქართველოს შექმნა. ამიტომ საჭიროა აი ამ სამართლიანობის პრინციპზე ჩვენ მივმართავთ ახლა პირდაპირ ხელისუფლებას, რომ შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, არა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, არა ოპოზიციის მთავრობა, არამედ ამ კრიზისიდან გამოსვლას ვერ შეძლებს ეს ხელისუფლება იმისათვის, რომ ექსცესები და უბედურება არ მოხდეს, შეიქმნას ეროვნულ თანხმობაზე დაფუძნებული მთავრობა. ელოდებით, რომ შესაძლებელია მოხდეს ექსცესები და უბედურება, როგორც თქვენ ამბობთ. მოდით, წინ არის 26 მაისი, მე მინდა რომ ჩვენს ქრონომეტრაში ჩავატიოთ ამ შეკითხვაზე პასუხი და როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აცილებული იქნას თავიდან რაღაც საფრთხეები და ასე შემდეგ. ელოდებით, რომ სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს. ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება 26 მაისს აღლუმი აღარ ჩატარდება. რუსთაველზე იდგება ოპოზიცია. რას იტყვით, რას ელით? აი ეს დღე რას ნიშნავს? ინგა, ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც ესეთი დიდი რაოდენობით ადამიანები თავის პროტესტს გამოხატავენ.
ყოველთვის არის შესაძლებლობა იმისა, რომ რაიმე ფორმის პროვოკაცია მოხდეს. ამიტომ რომ არ მოხდეს ესეთი დაძაბულობა და ხალხი დაიღალა ამდენი ხანი, ჩვენ გვინდა რომ შედეგზე გავიდეთ. ჩვენს ერს ჭირდება შედეგი. შედეგი ისაა, რომ ამ ქვეყანას აქვს ჯანსაღი ეკონომიკა, ჯანსაღი საგარეო პოლიტიკა, ეს ქვეყანა არის თანამედროვე ქვეყანა, თავის ფუძეზე დაფუძნებული. ეს არის შედეგი. უნდა იყოს. ამიტომ როგორ მივიდეთ იქამდე? ამ შემთხვევაში, როდესაც ჩიხური სიტუაცია, ეროვნული თანხმობა რას ნიშნავს? იცით, რომ თანხმობაზე დაფუძნებული სამართლიანობაზე, ოპოზიციასთან შეთანხმებითაც, მთავრობასთან შეთანხმებითაც, საზოგადოებასთან შეთანხმებითაც ალიანსის ლიდერები და ესაუბროთ ხელისუფლებას ამ თემაზე. მე ამ შემთხვევაში მე საკუთარ თავს წარმოვადგენ. კი ბატონო, გია მაისაშვილი არის მზად წავიდეს შეხვედრაზე ბაქრაძესთან, სააკაშვილთან, ხელისუფლების სხვადასხვა მზად კი არა ვარ, პირდაპირ ეხა მოუწოდებ ყველას, რომ ჩავიდეთ საპატრიარქოში, საპატრიარქოს მეთვალყურეობით, ევროკავშირის მეთვალყურეობით შევქნათ ისეთი გარემო, რომ სამართლიანობაზე დაფუძნებული ეროვნული თანხმობის მთავრობა შეიქმნეს. ამ ეროვნული თანხმობის მთავრობას ძალუც მხოლოდ ეს ქვეყანა ამ ჩიხიდან გამოიყვანოს, შექმნას გარემო ისეთი, რომ ჩატარდეს სამართლიანი, გამჭვირვალე და პირდაპირი თავისუფალი არჩევნები. არჩევნების ჩატარება თუ არ აპირებს, ეს არის ჩვენი წინადადება. თუ არა, რატო არ აპირებს? როდესაც ქვეყანაში შეიქმნება ჩიხური მდგომარეობა და სხვანაირი გამოსავალი არ აქვს, ეს მე კი არ მომიგონიებია, ყველა თანამედროვე ქვეყანაში იქმნება ეს ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელსაც ჩიხიდან გამოყავს ქვეყანა და საარჩევნო გარემოს ამზადებს. თუ კი ჩვენ ვერ მივიღეთ ისეთი მთავრობა, რომელიც არჩეულია სამართლიანად, პირდაპირად, მაშინ ყოველთვის ესეთი დაძაბულობა იქნება, ყოველთვის ესეთი არასტაბილურობა იქნება და ყოველთვის იქნება დაძაბულობა. იცით რა, ნებისმიერ შემთხვევაში ხა დებატი რო იყოს, ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელი გეტყოდათ, რომ ჩვენ აგვირჩია ხალხმა, რომ ჩვენ მოვედით არჩევნების შედეგად, თავის დროზე იმასაც გეტყოდნენ, რომ გთავაზობდით კოალიციას არ წამოვიდა ოპოზიცია და ეხლა ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი ვადა. ორი პასუხი ამაზე, ქალბატონო ინგა. ჯერ ეგერთი თქვენ კარგად იცით და მთელმა საზოგადოებამ როგორი სამართლიანიც იყო ეს არჩევნები, როგორი უპირატესობა ჰქონდათ ერთი ტომარა ფქვილის დარიგებით, შაქრის დარიგებით, ანუ ამ მამასახლისების, ადგილობრივი მამასახლისების მეშვეობით, როგორი უსამართლო გარემო იქნა. ანუ მე არ მომეცა შესაძლებლობა, რომ მოედანზე გამოსულიყავი. შეჯიბრი არ იყო. ესე იგი, შეჯიბრი რო არ იყო და ისე გაიმარჯვებ, მოიპარავ. ეს ფაქტიურად არჩევნების მოპარვა. და როდესაც ესეთი მოპარვის გზით გამარჯვებული ხარ, შენს სამართლე ლეგიტიმურობაში ყოველთვის ეჭვია დასმულ. ეს პირველი. მეორე, 21 საუკუნის თანამედროვე ქვეყნებში, ქალბატონო ინგა, აღარ კმარა, რომ შენ არჩევნებში გაიმარჯვე ერთხელ და იცით რა, იტყვი, რომ 5 წელი მაცალე ეხლა მე გავიმარჯვე არჩევნებში და 5 წლის შემდეგ მომთხოვე პასუხი. უკვე თანამედროვე პირობებში მარტო გამარჯვება არ კმარა, ყოველდღიურად უნდა გაიმარჯვო, ლეგიტიმურობა შეინარჩუნო იმისათვის, რომ მართო. ანუ ხელისუფლებას სჭირდება დამტკიცება თავისი ლეგიტიმურობის, ყოველდღიური უმრავლესობა სჭირდება მართვისათვის. ესეთი არ არსებობს. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომ არ იყოს ექსესები, არ იყოს კატასტროფა და ისე გამოვიდეთ ამ ჩიხიდან. ეს არის სამართლიანი მთავრობის შესახებ, თანხმობის შესახებ თქვენს ამ განცხადებას წინ არის ზუსტად 2 დღე დარჩენილი და 2 დღის შემდეგ იქნება 26 მაისი. ელოდება თუ არა გია მაისაშვილი, რომ 26 მაისი იქნება მართლაც ამ ხელისუფლების დემონტაჟისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღე. რა უნდა მოხდეს თქვენი აზრით 26-ში ისეთი, რომ ოპოზიციის ბრძოლა დასრულდეს გამარჯვებით? მე მწამს, რომ 26 მაისს და მიმართავ ყველას, რომ გამოვიდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ამ ადამიანებმა დაანახოს ხელისუფლებას, როგორი მზაობაა, როგორი დიდია საპროტესტო მუხტი და როგორი აუცილებელია დათმობაზე წამოსვლა, როგორი აუცილებელია ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, სადაც ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას, ხელისუფლებას და დანარჩენი საზოგადოება, თორემ ამ მუხტს ვერ ჩააქრობენ. დღეს შეიძლება ჩააქრონ და მესროლეს მეტყვია შუბში, ხო? მაგრამ ხვალ და ზეგ ამ ადამიანებს, როდესაც ეკონომიკური კატასტროფაა, როდესაც ქვეყანის 1/3 დაკუცმაცებულია, ჯანმრთელობის დაცვა ნოლოვანია, ჩვენი შვილების განათლების სისტემა არ აძლევს საშუალებას, რომ ისეთი ცოდნა მიიღონ, რომ სოფლიო გლობალურ ეკონომიკაში შეჯიბრის გარემოში მონაწილეობა მიიღონ და გაიმარჯვონ. ანუ არ შემდგარი სახელმწიფოა. კარგი, მე მესროლე ტყვია და თქვათ მომკალი, ხო? მაგრამ
ამ ქვეყანას ჩიხიდან მაინც ვერ გამოიყვან. ეს მინდა რომ დაინახოს მიხეილ სააკაშვილმა და დათანხმდეს დაგველაპარაკე არა შენს მიერ დანიშნულ ოპოზიციასთან. არა ვინ არის? ნუ ვინც არის ეს, ყველამ კარგად იცის. არამედ იმასთან, ვინც დამოუკიდებელია, ვინც ამბობს რომ მე ვარ ლოიალური ოპოზიცია. ანუ რას ნიშნავს ეს? მე მინდა ჩემი ქვეყნის გამარჯვება და ჩემი ქვეყნის გამარჯვებისათვის მე მინდა რომ შენ დაგელაპარაკო, რომ შენ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. შენი მტერი კი არა ვარ, ჩემი ქვეყნის მოყვარე ვარ და როდესაც აი ქართული წარმოიდგინოთ საქართველოს ნაკრები თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენი მეტოქეები ქალბატონო ინგა არიან რონალდოები, პელეები და ჩვენ გამოყვავს სათამაშოდ იშტოიანი. როდესაც ყავს გარინჩა, ზედანი და ასე შემდეგ. გამოიყვანე ზედანი რა, გამოიყვანე გარინჩა, იშტოიანი ნუ გამოყავს. აი ეს არის ჩემი ძალიან დიდი მადლობა. მაშასე გია მაისაშვილი ამბობს რომ იგი მზად არის შეხვდეს და რჩევებიც კი მისცეს, ხო? რჩევები კი არა, მოლაპარაკება რომელიც შედეგს მიიღოს. გია მაისაშვილი ნამდვილად აძლევდა ხოლმე რჩევებს. ყოველ შემთხვევაში მე ვმუშაობდი ტელეკომპანია მზეში. მე მგონი ეს ადრე ვთქვი, ერთხელ კიდევ გავიმეორებ. როდესაც ერთ დღეს ტელეფონზე დამირეკა მიხეილ სააკაშვილმა, იგი მაშინ იყო თუ არ ვცდები საკრებულოს თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი და მითხრა რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცი ჩამოვიდა საქართველოში, რომელიც იქნებოდა პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო თუ კი ვთქვათ ხალხს გააცნობდა თავის მოსაზრებებს. ამის შემდეგ თქვენი გზები გაიყარა, მაგრამ უნდა ვთქვათ რომ თქვენი ჩემთან პირველი სატელევიზიო პრეზენტაცია იყო სწორედ მისი შეთავაზების შემდეგ. მოდით მოიწვიეთ ეთერში, ნახეთ რა საინტერესო ადამიანია, აი ასეთი შეთავაზება გააკეთა. კარგ რჩევების მიცემისთვის ახლაც მზათა ვარ თუ ის ამას მიიღებს და გაითვალისწინებს, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა. დიდი მადლობა. მე მინდა გისურვოთ წარმატება, ბატონოგია, კარგად ბრძანდებოდეთ. მაშასე ეს იყო გია მაისაშვილი, 26 მაისამდე ზუსტად 2 დღეა დარჩენილი. როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, 26 მაისს რუსთაველზე იდგება ოპოზიცია, ხელისუფლებამ გადაიფიქრა აღლუმის ჩატარება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი 26 მაისს იქნება ან სენაკში, ან ვაზიანში. ვნახოთ, რას გვიპასუხებს ხელისუფლების გუნდის სახელით კობა სუბელიანი. რეკლამის შემდეგ იგი გაგცემს პირდაპირ ეთერში პასუხს. ფეხის ბაკული ქვეყნის არევა იარაღის ბრაგუნითაც. არავის არ გამოუვა. არის ხალხი, ვისაც კონკრეტული ვალდებულებები აქვს აღებული, მათ შორის ფინანსური. ამიტომ მათ უკან დასახელი არაფერი არ აქვს. ფული აქვს მიშა სააკაშვილის აღებული საქართველოს დაშლისთვის. და ამის გამო არ ვიშლებით ჩვენ რა. სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში გზები ვერასდროს ვერავინ გადაკეტოს და ვერც რკინიგზის ბლოკადა მოახდინოს. რა გეგმაა ხელისუფლებაში, თუ ეს გადაკეტვა მაინც მოხდება? ხელისუფლების მაისის მოლოდინი, კობა სუბელიანის პოლიტიკური კვირა. მაშასე რა მოლოდინია ხელისუფლებაში და რისთვის ემზადება სააკაშვილის გუნდი, რომელსაც ოპოზიცია 26-ისთვის მძიმე პოლიტიკურ რაუნდს უმზადებს. სტუდიაში ხელისუფლების სახელით პასუხებს დევნილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი გაგცემს. ბატონო კობა, დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. როგორ ბრძანდებით? ხო, დაიკავოთ თქვენი ადგილი. რაღაც გამხდარი მეჩვენებით, ხომ არ ნერვიულობს ხელისუფლება 26 მაისის გამო? არა, ეს ამას არ უკავშირდება. არა, ხო, რა ვიცი. ჯანმრთელობის ამბავი იყო. კი ბატონო, არა, ეს ისე ნახევრად ხუმრობით, მე მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი პირველი შეკითხვით. გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი 26 მაისისთვის, მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ, რომ იქ აღარ ჩატარდება აღლუმი, აპირებს წავიდეს ან სენაკში, ბაზაზე, ან ვაზიანში და იქ მოაწყოს სამხედრო აღლუმი. რა სიტყვის ამაზე კობა სუბელიანი? გაქვთ თუ არა ინფორმაცია? მე ამ შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. პირველ რიგში მივესალმებ თქვენს მაყურებელს და ვისარგებლებ ინგა შენი ეთერით ნიაღვართან დაკავშირებით რამოდენიმე განცხადებას გავაკეთებ დევნილების მიმართულებით. ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება, დიახ. მოკლედ ძალიან დიდი ნიაღვარი დაატყდა დედაქალაქს თავს და დაგვიზარალდა ბევრი ობიექტი. ჩვენი ჯგუფები მუშაობენ ამ წუთამდე. მიმდინარეობს აღწერა და ყველა ის ობიექტი, სადაც დევნილები ცხოვრობენ და ან წყალი შევარდა, ან სახურავი და ან წყალი ჩამოვიდა, ან ასე შემდეგ, აღწერილია და ძალიან მყისიერად მოყვება ამას რეაგირება. არ კონდეს განცდა ვინმეს იმის, რომ ინფორმაცია არ გვაქვს, ინფორმაცია გვაქვს ყველა ობიექტზე. თბილისის მერიას და ჩემს ძველ სამსახურს, კეთილმოწყობის სამსახურს და ასევე სამაშველო სამსახურს ძალიან დიდ მადლობას უცხადებ იმისთვის, რაც გააკეთეს, ასევე ხელხაზის თანამშრომლებს და ერთ კვირაში ყველა პრობლემა მოგვარდება. ამით ვისარგებლებ უბრალოდ. კი ბატონო, ვფიქრობ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, გეთანხმებით გუშინდელმა ღამემ ძალიან დააზარალა ხალხი, მაგრამ მე მინდა ახლა გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე 26 მაისი. რა მოლოდინია ხელისუფლებაში ბატონო კობა, როცა გაკეთდა განცხადება, რომ 26 მაისს აღლუმი აღარ ჩატარდებოდა,
ნორმა ეს ჩათვალა ხელისუფლების უკან დახევად. მე მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა, რამდენად ნორმალურია, რომ სახელმწიფომ თქვათ უარი სამხედრო აღლუმის ჩატარებაზე, თუ ეს მართლა არ იყო უკან დახევა. ოპოზიცია დღეს ამბობს, რომ რუსთაველზე იქნება სახალხო აღლუმი და რომ ეს არის გამარჯვება, რომ თბილისი დღეს ხელთ აქვს უკვე ოპოზიციას და 26-ში ამ პროცესს შეუერთდება რეგიონები. გისმენთ? მე ძალიან მარტივად შევეცდები ვთქვა, რომ ასე ნუ დავაყენებთ საკითხს, ეს არის უკან დახევა თუ არ არის უკან დახევა. რატომ საინტერესოა ამ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ხელისუფლებამ დაიხია თუ არა უკან? კიდევ გავიმეორებ, რომ ასე არ ვსაუბრობ საკითხს და ასე არ უყურებ უკან დახევა ან არ დახევა. ჩვენი მიზანი ყველასი, მთელი საზოგადოების, ოპოზიციისას და ხელისუფლებისაც და მთელი სხვა დანარჩენი საზოგადოებისაც არის და უნდა იყოს ის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდეს. რომ ჩვენ ვიყოთ რაღაცნაირად ერთად. არ გავიმეოროთ ის, რაც მანამდე ხდებოდა 90-იან წლებში. ამიტომ უკან დახევა არასდროს შემთხვევაში ეს არ იქნება უკან დახევათ ახმული, პირიქით, ჩვენი მიზანი არის ის, რომ იყოს, ასე ვთქვათ, არ მოხდეს ჯერ ერთი რამ, მეორე იყოს ერთიანობა საზოგადოებაში და ასე ვთქვათ, თავიდან ავიცილოთ ყველა რისკი, თუ კი რაიმე, ასე ვთქვათ, პროვოცირებას მოახდენს საზოგადოების გახრეჩისა. რა ის საუბრობთ, ბატონო, აქამდე ეს პროცესი ისე იმართებოდა, მოდით ერთად გადავხედოთ უახლოეს წარსულს, ოპოზიციის მიტინგებს გულისხმობ, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. პირიქით, მუდმივად არის იმაზე საუბარი ოპოზიციის მხრიდან და ბრალდება, რომ ხელისუფლება აი ამ საპროტესტო აქციების განმავლობაში 9 აპრილიდან დღემდე მათ რას უწყობდათ, ადამიანების ღამე მიტინგიდან გასული ადამიანების დატერორება, ცემა, იგივე ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რაც მოხდა თუნდაც ამ კვირაში, მე ვგულისხმობ ოპოზიციური ლიდერების მანქანებთან დაკავშირებით და ჩვენი სტუმარი იყო იგივე დავით გამყრეიძე. მე მიყვებოდნენ ჩემი მეგობრები ოპოზიციიდან, რომ მათ სრულიად უმიზეზოდ ჩამოართვეს მანქანები და ეს იყო სწორედ პოლიტიკური აქტი პოლიციის მხრიდან. ანუ რა საფრთხეებზე საუბრობთ, როცა თქვენ ამბობთ, რომ რაღაც ასეთი საფრთხე არსებობდა ვისი მხრიდან? საფრთხე არავის მხრიდან არ უნდა არსებობდეს, ამაზე უნდა შეთანხმდეთ, ამაზე მთელი საზოგადოება არის შეთანხმებული და არავის არ უნდა უკან დაბრუნება. მე ძალიან ბევრ ხალხთან მაქვს შეხვედრა, ისე განწყობილებთანაც, ასე განწყობილებთანაც ერთზე თანხმდება ყველა, რომ არ უნდა მოხდეს საზოგადოების აზრის გახლეჩა, არ უნდა მოხდეს ასე ვთქვათ საზოგადოების დაპირისპირება და ეს უნდა გადავიდეს ეს ყველაფერი ასე ვთქვათ დიალოგის ფორმატში და მიზანი ჩვენი უნდა იყოს ის, რომ მოვაწყოთ ქვეყანა დემოკრატიული იმას, რაზეც ვლაპარაკობთ. შევქმნათ ასე ვთქვათ კანონმდებლობა ისეთი, რომ იყოს დახვეწილი და არ იყოს ადამიანებზე დამოკიდებული. სალაპარაკო არ იყოს, რომ ეს ადამიანი ცუდად მართავს, მე ეს ადამიანი კარგად მართავს, არა ეხლა თურმე ესეც ცუდად მართავს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ის რაც ხდება ახლა ყველაფერი პროტესტი იქნება, პროტესტის გამოხატვა იქნება, მიტინგი იქნება, ყველაფერი, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის დასაშვები. ყველასთვის მისაღები და ნებისმიერ ერთი ადამიანის აზრიც კი არის აბსოლუტურად გასათვალისწინებელი და მას რატომ არ ითვალისწინებს ხელისუფლება? მე მინდა შეგახსენოთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ იქ არის უამრავი ადამიანი გასული, რომლებიც გაუშვით სამსახური და რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ყოფილი მებაჟეები, ყოფილი პოლიციელები და ასე შემდეგ. აი, როდესაც თქვენ ამბობთ, ბატონო კობა, რომ ჩვენ ვართ მომხრე, თქვა დიალოგი, სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილში არიან ადამიანები, ვისაც კონკრეტული, მოდით მე წავიკითხავ მის სიტყვას, ვალდებულებები აქვთ აღებული, მათ შორის ფინანსურიც და ამიტომ უკან დასახევი გზა არ აქვთ, ხოლო ვინც ყურებით არ ყავთ დაჭერილი, ისინი მოდიან დიალოგზეო. როდესაც პრეზიდენტი ასეთი ტონით ესაუბრება, ვთქვათ, ოპონენტებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, ამ შემთხვევაში რა დიალოგზე აკეთებთ თქვენ აი ამ განცხადებას? ხა ვინ ვისი ყურებით არის დაჭერილი და ვინ რითია დაჭერილი, არ ვიცი და ხა ამაზე დეტალებს ჩაძიება მიმაჩნია მიზანშეწონილად. მე ვთვლი, რომ ჯერთი პრეზიდენტის ციტატებზე თუ ასაუბარი, პრეზიდენტი ამბობს ასევე იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის უმუშევარი, ნებისმიერი გაბრაზებული ადამიანი და ამ ცხოვრებაზე განაწყენებული ადამიანი არის ჩვენი საზრუნავი. ვინმე სხვისი საზრუნავი კი არ არის, ეს ჩვენი საზრუნავია. მაგრამ ეს იყო საზრუნავი ამდენი წლის განმავლობაში, ამას ესაა რეალობა. და ყველას ძალიან კარგად ესმის და არავის არ ჯერა ის, რომ ახალი რეალია და ახალი ასე ვთქვათ სიტუაციების არევა იმ გაჭირვებულ ადამიანებს, იმ ადამიანებს, ვინც არის ასე ვთქვათ დასასაქმებელი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ჯანდაცვის მიმართულებით დახმარება ჭირდება, ეს ასე ვთქვათ ქვეყნის არევა მათ ხეირს არ მოუწევს. რატომ არის ქვეყნის არევა ეს, ბატონო კობა, მოდით მითხარით, აი აქციები რატომ არის ქვეყნის არევა? აქციებზე არ ვიზახ, ჩვენ საუბრობდით ქვეყნის არევაზე და ასე შემდეგ. აქციები არის აბსოლუტურად მისაღები.
აქციებიდან წამოსული მესიჯები საზოგადოების მხრიდან ჩვენთვის აბსოლუტურად გასათვალისწინებელი და ზუსტად აი მაგაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ როგორ გამოსწორდეს სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში, ქვეყანას ჭირდება განვითარებისთვის სტაბილურობა. ამაზე არავინ არ დაობს. ეს არ არის ჩემი მოგონილი, ქვეყანას ჭირდება სტაბილურობა, იმისთვის რომ ასე ვთქვათ, ფული იხარჯებოდეს ელემენტარულად, იქნება ეს გარედან შემოსული ფული, ასე ვთქვათ, დონორების თანხებს გულისხმობ სხვა ქვეყნების კიდე დახმარებებს და ასე შემდეგ და პლუს ინვესტიციები. როცა ქვეყანაში არ არის სტაბილური მდგომარეობა, ინვესტიციები ჩერდება. ამაზეც არავინ არ დაობს. ეს ესეთი თემებია, რომელზეც არავინ არ დაობს. კი, მაგრამ არის მეორე თემაც. მოდით ესე შევხედოთ ამ საკითხს. როდესაც ამდენი ადამიანი დგას ქუჩაში და აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. რამდენი ადამიანი უნდა გამოვიდეს დღეს მართლა საპროტესტო აქციაზე, რომ ხელისუფლებისთვის გახდეს ხურად მისაღები, მათი განცხადებები, მათი მოთხოვნები. ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტის გადადგომას, ისინი გვთავაზობენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად. აი, მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი კაცი უნდა დადგეს საპროტესტო აქციაზე, რომ ხელისუფლებამ თქვას, რომ აი მათი განცხადებები არის დასაფიქრებელი, ან მათი მოთხოვნა უნდა შესრულდეს, თუნდაც გადადგომას? ერთი ადამიანიც რო დადგეს საპროტესტო აქციაზე, ერთი ადამიანიც რო დადგეს, უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მისი აზრი მოისმინო და გაითვალისწინო და პრაქტიკაში განახორციელო. თუ კი ეს შესაძლებელია, თუ თავზევი ძალა არ არის, ბუნებრივია, ამას ვერ გააკეთებ, არც არავინ არ გავალდებულებს. მაგრამ ერთი აზრიც კი გასათვალისწინებელია ჩვენთვის. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, ერთი ადამიანის პროტესტიც კი. ასე რომ რამდენი ადამიანი რომ დგას იქ და ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას და მათ თავაზობენ ამის ნაცვლად საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას. მაგალითად, ესე იგი, ჯერ ამდენი ადამიანი გასაგებია. მე ვამბობ, რომ ბევრი იქნება თუ ცოტა იქნება, ყველა გასათვალისწინებელია. ის აზრებია გასათვალისწინებელი, რაც ამ ასე ვთქვათ საპროტესტო აქციებიდან ისმის და ჩვენ უნდა გავატაროთ ეს ჩვენს ასე ვთქვათ პრაქტიკაში განვახორციელოთ. მაგრამ რაზეც ვთანხმდებოდით, რაზეც მთელი საზოგადოება არის ასე ვთქვათ ერთ აზრზე, იმაზე რომ სისტემა სურს ადამიანს ქვეყანაში და არა პერსონალიები. ხო? ესაც ისეთი თემაა, რომელზეც არავინ არ დაობს. მათ შორის არც ოპოზიცია. ანუ იყო დრო, როცა საუბრობდნენ იმაზე, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს. სისტემის ცვლილება არის საშუალება იმისა, რაზეც მართლა ოცნებობდნენ ჩვენი მამებიც და ჩვენი წინაპრებიც, რომ ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ვაშენებთ ამას, ჩვენ გვინდა რომ ავაშენოთ ეს. ადამიანების ცვლილებით სისტემა არ იცვლება. რატომ თუ კი ეს სისტემა არის თქვათ ერთი კონკრეტული ადამიანის ხელში, როგორც ამბობენ, მოდით მე შეგახსენებ პოლიტიკური პოლიცია, ეს არის მთავარი ბრალდება. უბრალოდ მინდა ესე მივყვეთ და ვიმსჯელოთ მე და თქვენ, როცა თქვენ ამბობთ, რომ აი ჩვენთვის არისო ყურადსაღები ამ ადამიანების თუნდაც ერთი ადამიანის პროტესტი, მაგრამ აი თქვენ ამბობთ, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს და აქ არ არის საუბარი პერსონალიებზე. როდესაც ოპოზიციის ნებისმიერი ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაფერს მართავს სააკაშვილი, სადაც პოლიცია ყვირის მაშინ როდესაც ხდება დაპირისპირება იგივე ოპოზიციასთან და წეღან აქიჯ და გია მაისაშვილი, რომელსაც შუბში მოხდა ტყვია, იმის წინ კიდევ დავით გამყრეიძე, რომელსაც ასევე ის პლასტიკური ტყვია მოხდა და არა მარტო მათ, უამრავი ადამიანი დაზარალდა და დაიჭრა მაშინ, ხომ? აი ამ პლასტიკური ტყვიებით. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. ეს ნორმალურია? ეს არ არის ნორმალური. და ეს არის ის ქვეყანა, რომელშიც სისტემის ცვლილებაზე ფიქრობენ და არა ვთქვათ იმაზე, რომ ერთი ადამიანი აკონტროლებს. ეს არის ის ქვეყანა, სადაც უნდა ვიფიქროთ ყველამ ერთად სისტემის ცვლილებაზე, ამის საუკეთესო საშუალებები არსებობს. კითხეთ, რომ ეს ნორმალურიაო, ეს არ არის ნორმალური, რა თქმა უნდა. არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის ნორმალური, მივესალმებოდი, რომ უკეთესი ცივილიზებული ურთიერთობის ფორმები არსებობდეს, ასე ვთქვათ, აგრესიულად განწყობილ ადამიანებსა და პოლიციას შორის. რა თქმა უნდა, მოსმენს, მაგრამ ხო უარესებიც გვინახავს სხვა ქვეყნებში და ეს ნორმალურია მეთქი რო თქვა, მოგაგიკვირეთ. რანაირად არის ეს ნორმალური, მაგრამ ხდება. ხო, ეს აღარ უნდა მოხდეს და აღარ უნდა განმოვიდეს. ამაზე ორი აზრი არსებობს, ადამიანები დგანან იქით ამხარესაც და აქეთ ამხარესაც, მაგრამ ჩემი აზრით კიდევ უარეს გადავრჩით ალბათ, ყოველ შემთხვევაში მსხვერპლად დამთავრდა გულისხმობ ადამიანის ასე ვთქვათ. რაც შეეხება ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა ძალიან ბევრი ადამიანი და რა თქმა უნდა ეს არ არის ნორმალური და ამ კითხვას ვერანაირად ვერ მივიღებ, როგორ უნდა ვთქვა, ხლა ეს ნორმალურია მეთქი. ის ნორმალურია, როდესაც მიშა სყვირის პოლიცია. რა თქმა უნდა, ესეც ადამიანური მომენტია და არც ის არ არის ნორმალური. მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, არც ის მიმაჩნია ნორმალურად, ხარებადაგოგიას ქვეყანაში ხარ ცხოვრობთ, პატიმარი გავანთავისუფლოთ, იმით ზალპით შევარდოთ სადაც და გავანთავისუფლოთ.
ეს მოწოდებაც კი არანორმალურია ჩემი მაგრამ თუ კი იმ პატიმრებზე არის საუბარი და ინფორმაცია რომ მათ იქ აწამებენ, რომ მათ იქ უწყობენ სირცხვილის დერეფნებს, რომ არის საშინელი წამების ფაქტი და ასე შემდეგ, მაშინ ეს რა არის? იცით რა არის? საშუალებები უამრავი არსებობს, უფრო ცივილური და არა ჩემი მოგონილი. და ის რომ ციხეში ყოველთვის რაღაცა მიზეზი შეიძლება მოიძებნოს და ჩვენ თუ ამის დამკვიდრება გვინდა ქვეყანაში რომ ხვალ და უშუალოდ შენი ნაცრების გათავისუფლება მოინდომო და შტურმით მიხვიდა იმაზე რა ქვია მაგას საპატიმროზე ეს მე მგონი არც ერთ ქვეყანაში არ არის ნორმალური და ამას არც ერთი მხარე უარყოფს და არც მეორე მხარე. ეს შტურმი იყო თუ საპროტესტო აქცია ბატონო კობა იქ გადავიდა უცნობი ადამიანები იქ არ შევარდნილან ხო იდგნენ და პროტესტებდნენ მოითხოვდნენ გამოუშვით ეს დაჭერილი ბავშვები. იცით რა არის მოწოდება რომ გავათავისუფლოთ ახლა ეს თქვენ როგორ ფიქრობთ აბა ციხიდან როგორ უნდა განთავისუფლო ადამიანი შეიჭრა ციხეში რანაირად უნდა რაც მოხდა რა თქმა უნდა არავის მაგაზე არ უნდა მომხდარიყო მაგრამ ასევე მთელი საზოგადოება დამერწმუნება და დაადასტურებს იმას რომ შტურმით შეჭრა ციხეში და იქიდან პატიმრის გამოყვანა არც შემთხვევაში არც ერთ დროს არ იქნება ეს გამართლებული არც მომავალი პრეზიდენტი შენ იქნები თუ ვინ იქნება მაგას მნიშვნელობა მე დაგვიფაროს რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება პრეზიდენტი არც ერთი პრეზიდენტის დროს ციხიდან ამ გზით პატიმრის გათავისუფლება მაშინ ქვეყანა აღარ იარსებებს და განგსტერების სახელმწიფო ხო არ ვიქნებით არა კი ბატონო თუმცა აი როდესაც პრეზიდენტი ამაზე ლაპარაკობ თორე რაც მოხდა და რაც შეეხება ეხა ადამიანებს კიდევ ვიმეორებ შორს ვარ იმ ილუზიისგან რომ ყველაფერი კარგად არის რა თქმა უნდა არაფერი ისე არ არის ახლა როგორც უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში. მაინც რა არ მოსწონს კობასუბელიანს. ძალიან ბევრი რამე არ მომწონს. თუნდაც ის რომ არსებობს უმუშევარი ადამიანები. რა თქმა უნდა არ მომწონს. არ მომწონს ის რომ უამრავ ადამიანს უჭის, მაგრამ ნაბიჯ ხედავ ასევე იმას რომ ნაბიჯ რაღაცებსაც ვაკეთებ და რაღაცებიც კეთდება და ეს არ მინდა რომ შეჩერდეს. და მინდა რომ მომავალ ხელისუფლებას და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს არჩევნებიდან არჩევნებამდე სტაბილური ცხოვრებით იცხოვროს ქვეყანა. ეს ამ ქვეყანას ჭირდება, ეს არ მჭირდება მე და არ ჭირდება შენ. ჩვენ შვილებს ჭირდება. გია მაისაშვილი საუბრობდა რომ ეხლა არის 21 საუკუნე და ის რომ შენ არჩევნები მოიგე არ ნიშნავს რომ ვადის დასრულებამდე მაინც და მაინც გაქვს უფლება რომ იყო ხელისუფლებაშიო. 2013 ასეთი ნათქვამი შეიძლება ხელისუფლება ბატონობა ერთი წუთი თუ შეიძლება ჩაგეკითხებით. თუ კი ხალხი გამოდის ქუჩაში, თუ კი აპროტესტებს, თუ კი ოპოზიციის ლიდერები გამოდიან და ამბობენ რომ სხვა თუ არაფერი შებღალული ადამიანის უფლებები, რაღაცი კონკრეტული ფაქტები, იმ ბიჭების სურათებს შეგახსენებთ, ვისი სურათებიც იქ არის გაკრული. ყველაფერი რომ იქით გადავდოთ, უმუშევრობა, სოციალური მდგომარეობა, გიდებენ ყველაზე მთავარს მიზეზს, რის გამოც მათი განცხადებით უნდა გადადგეს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. ეს არისო წაგებული ომი, დაკარგული ტერიტორიები, უამრავი დევნილი, რომელიც აგვისტომ მოიტანა, უსახკარო დარჩენილი ადამიანები. ეს არის ის მთავარი, რის გამოც ითხოვენ ისინი პრეზიდენტის და მისი გუნდის წასვლას ხელისუფლებიდან. რა სიტყვის ამაზე კობასუბელიანი? სწორი, პირველი იმას მიუბრუნდები, რომ რამდენი ადამიანი ერთიად კიდევ გავიმეორებ და თელ საზოგადოებას ვეუბნები, რომ ერთი ადამიანის აზრიც კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ყველა ნორმალურად ცივილიზებულ ქვეყანაში ადამიანების აზრი ითვლება მაინც საარჩევნო ურნასთან. და ასე რომ უფრო ცივილიზებული ფორმატ მიაჩნია ყველას და მეც ვეთანხმები ამას, რომ ნორმალური საარჩევნო გარემო შევქმნათ და მე არჩევნებზე ვთვალოთ ხალხი, ვიდრე დავუშვათ მიტინგებზე, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ მაინც განვითარებადი ქვეყანა ვართ, განვითარების გზაზე ვდგავართ. მომავალი ხელისუფალი იქნება ეს თუ იმის შემდგომი ხელისუფალი ყოველთვის იქნება ქვეყანაში ასე ვთქვათ სიტუაციები დაძაბული სანამ დავუშვათ მივალთ შვეიცარიის დონემდე მაგალითად ხო ყოველთვის იქნება პრობლემები მაგრამ ამ პრობლემების გადაწყვეტა ახალი ველოსიპედი უნდა გამოიგონოთ რაც გაუკეთებიათ ჩვენს ევროპელ მეზობლებს და რაც მათ ასე ვთქვათ პრაქტიკაში განუხორციელებელი და შედეგი ძალიან მალე უნახავთ აი ის მინდა რომ გავაკეთოთ არ მინდა რომ ველოსიპედის გამოგონებაა საპროტესტო აქციები საპროტესტო აქციები არა შეიძლება თუ კი ადამიანები გამოდიან ქუჩაში და მოითხოვენ რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს რომ ხელისუფლება დაფიქრდეს და ცოტა უფრო მეტი დათმოს მაგალითად ოპოზიციის წინაშე აი მე მინდა შეგახსენოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრა იქ არავის არ ქონია იმის განცდა რომ შევიდოდა ოპოზიცია და გამოვიდოდა დაკმაყოფილებული მოთხოვნით რომ
სააკაშვილი მიდის ხელისუფლებიდან, მაგრამ ხომ შეეძლო ხელისუფლებას ცოტა უფრო მეტი დაეთმო საკუთარი ოპონენტებისთვის. მაგალითად, იგივე საპარლამენტო არჩევნები მაინც შეეთავაზებინა, სხვაზე თუ არაფერზე წავიდოდა. აი ეს არის სწორედ ის კითხვა, როდესაც არაადეკვატურობაზე საუბრობს ხოლმე ოპოზიცია და რასაც ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გამოყავს ქუჩაში. ანუ რამდენად ადეკვატური არის ხელისუფლება, ამაზე მაქვს საუბარი და რატომ არ დათმო ცოტა უფრო მეტი, ვიდრე იგივე საკონსტიტუციო ცვლილებების კომისია იყო თუ სხვა რამ შეთავაზებები, რაც მაშინ გაკეთდა განცხადება რაზეც. ესე იგი, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს და დათმობას, რაც შეეხება, კიდევ გავიმეორებ, რომ აქ დათმობა არ დათმობაზე არ არის საქმე. არავინ არავის არ ეჯიბრება. ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ ყველა ნებისმიერი ლოზუნგი, ნებისმიერი მხარის ლოზუნგი მიდის იქითკენ, რომ დემოკრატიული და ასე ვთქვათ ცივილიზებული სახელმწიფო ავაშენოთ. ხო, ამაზე სულ ლაპარაკი, ხო? ამისათვის არსებობს აი საშუალებები, როგორც არის იგივე საკონსტიტუციო ცვლილება. ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნა და ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ უკვე ქვეყანა განვითარდეს, ინერციით წავიდეს, ძალიან დიდი ინერციით წავიდეს და არ იყოს დამოკიდებული კიდევ მეორე პერსონალიებზე. ეს არის ასე ვთქვათ აზრი, რომელიც ყველასთვის არის მისაღები. ასე რომ დათმობა, ნუ არის ეს ისე აქმული, რომ დათმო რა დათმობაზეა საუბარი. არა, რატომ არ დათმოთ უფრო მეტი, ხომ შეეძლო ხელისუფლებას, რომ შეეთავაზებინა ოპოზიციისთვის იმისათვის, რომ მათ ქონოდათ განცდა, რომ აი ხელისუფლება არის მზად, რომ რაღაც კონსენსუსს მიაღწიონ. მე შეგახსენებთ ერთს. განცხადებებიდან სააკაშვილის ამ დღეებში. რა დიალოგზე საუბრობთ ბატონო კობა? ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილი გამოდის და აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ დღეს ოპოზიციის დამფინანსებლები არიან ბონდო შალიკიანი, ახსენებს ვალერი გელაშვილს და ასე შემდეგ. შეიძლება ვიღაც ადამიანებს უნდოდეთ, რომ დაიჯეროს ეს განცხადება და შესაძლებელია სარწმუნო ყოფილიყო, რომ არ ახსოვდეს ყველას, რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში იგივე ვალერი გელაშვილთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელიც იყო პოლიტიკური ოპონენტი, ქუჩაში დღისით, მზისით ნიღბიანებმა სცემეს სასიკვდილოდ და იგი ისე გავიდა ამდენი წელი, რომ ეს ცემის ფაქტი არავის არ გამოუძიებია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგზე, ნდობაზე ხელისუფლებასთან და ასე შემდეგ, თავის დროზე რომ ხელისუფლებას ეს ფაქტი გამოეძიებინა, ეგებ დღეს ხალხისთვის უფრო სარწმუნო ყოფილიყო სააკაშვილის განცხადება, რომ აი ვიღაც აფინანსებს კონკრეტული გელაშვილი იქნება ეს თუ გრიგოლია, ამას არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციას და რომ მას აქვს თურმე რაღაც თავისი ძალიან ცუდი ზრახვები. რა იმედი მაქვს, რომ ეგ როცა იქნება გამოძიებული იქნება ეგ ფაქტი, რაზეც თქვენ ლაპარაკეთ, მაგრამ აქამდე რატომ არ იქნა გამოძიებული ეს რაც შეეხება დამფინანსებლებს და დაფინანსების წყაროებს, აი კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერ ადამიანთან, ვინც მოინდომებს, რომ ქვეყანას წაადგეს მისი საქმე, მისი სიტყვა, ნებისმიერ ადამიანთან ჩვენ მზად ვართ, დავждეთ და იგივე ამ დიალოგის მეთოდით. კონსტიტუციაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, იგივე უფლებამოსილების შემცირება პრეზიდენტისთვის მაგალითად, იგივე საარჩევნო სისტემის შეცვლა, არჩევნების ისეთი კანონის, ასე ვთქვათ, დაწერა და მიღება, რომელიც არავისთვის სადაო არ იქნება და ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულირებს ქვეყანაში სიტუაციას. ეს იქნება შედეგი და ეს იქნება საქმე და არა ამა თუ იმ ადამიანის შეცვლა. რაც შეეხება კიდევ ამის თქმა მინდა და ასე ვთქვათ, ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ და ვოცნებობთ იმაზე, როგორი ქვეყნებიც გვინახავს ევროპაში, მიახლოებით მაინც ასე ვთქვათ, იმ ქვეყანას დავემსგავსოთ, ხო? ეს მაინც მოხდება აგრეთ უგვიან. უბრალოდ ჩვენი ასე ვთქვათ, ხელოვნური რაღაცა ნუ შევაყოვნებთ ამ პროცესს. ხელოვნური რაღაცეები რა არის? საპროტესტო აქციები? არა, საპროტესტო აქციები მისაღებია, გასაგებია, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია ნებისმიერ ქვეყანაში, რომ ხელისუფლებისთვის ეს არის ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, გამოფხიზლების საშუალება. მაგრამ ის რომ არჩევნებზე ვლაპარაკობთ მაგალითად, არჩევნების დროს იყინება ეკონომიკა, ესეც არ არის ჩემი მოგონილი და ეს 2x2-4-ია. არჩევნების დროს ინვესტიციები ჩერდება, ელოდებიან არჩევნების შედეგებს, მერე იმ შედეგების ასე ვთქვათ, ან გაბათილების საკითხი დგება წესრიგში და პოლიტიკურ თემად ეს განიხილება, ან ასე შემდეგ, ქვეყანა იყინება და ჩვენი შვილები და ჩვენი თაობები დროს კარგავენ. კი, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს ამ შემთხვევაში გაახსენდება 2003 წელს სწორედ პარლამენტში შეჭრა, როგორც წეღან გია მაისაშვილმა უწოდა იმ მოვლენას, ვარდების რევოლუცია, შემდეგ დანიშნული არჩევნები, შემდეგ გამარჯვებული საპრეზიდენტო არჩევნებში ამხელა პროცენტით სააკაშვილი და ასე შემდეგ. ანუ ის რაც იყო სააკაშვილის გუნდისთვის დასაშვები, რატომ არ არის ეხლა დასაშვები და ეხლა თუ კი არჩევნებს ახსენებს ოპოზიცია, რატომ იწყება ეგრევე საუბარი, რომ აი ინვესტიციები ჩერდება და ქვეყანა იყინება და ეკონომიკა ცუდაა. მაშინ საერთოდ ინვესტიციები არ არსებობდა, მაშინ ქვეყანა იყო უბსკოლის ქვეშ. მოდი ასე ვთქვათ, უბსკოლში, გასწრაფად უბსკოლის წინაშე.
რაც იყო ხა ის ყველა ძალიან კარგად ახსოვს იმდროინდელი ქვეყნის მდგომარეობის შედარება და ეხლანდელი ქვეყნის მდგომარეობის შედარება ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით სხვადასხვა კიდე ბევრი რაღაცის მიმართულებით მაინც და მაინც ადეკვატური არ არის. ელემენტარულად ჩაწყობა არ ჭირდება რომ უნივერსიტეტს ჩაირიცხო. ისე ძალიან დიდ და წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია მე პირადად და ამით ყოველთვის ვიამაყებ რა. თუმცა უნივერსიტეტში ჩარიცხვის იქით იგივე უნივერსიტეტში ჩვენ ვიყავით მოწმე ამ წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკისა ეს არაერთხელ გვიხსენებია როგორ ექცეოდნენ იქ ადამიანებს სწორედ აი ამ რევოლუციის შემდეგ მე მხედველობაში მყავს მასწავლებლები პროფესორები ადამიანები რომლებიც იქიდან სწორედ პოლიციის ძალით გამოიყვანეს აღარ მინდა ეხლა ამ თემებზე რომ ვისაუბროთ ბატონობა ჩვენი დრო იწურება მე მინდა 26 მაისთან დაკავშირებით მოვისმინოთ თქვენი პასუხი რას ელოდება რას ელის ხელისუფლება 26 მაისისთვის ოპოზიცია ამბობს რომ ეს იქნება სააკაშვილის დემონტაჟისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღი რომ ეს იქნება გარდამტეხი თარიღი ქართულ პოლიტიკაში როგორი განწყობით ხდება ხელისუფლება ამ დღეს გარდამტეხი იქნება ასე ვთქვათ ჩვენი ერთად მუშაობა ქართველების ერთად დგომა ეს რაღაც გაცვეთილი ფრაზად არ მინდა რომ მოგეჩვენოს ჩვენ ისტორიას თუ გადავხედავთ ასეთი ისტორიები რაც დღეს ხდება რაც მანამდე მოხდა ბევრი გვაქვს და იშვიათად როცა ჩვენ ერთად ვგარვართ და გავგვიმარჯვია ასე რომ გარდამტეხი იქნება თუ ჩვენ ერთად დავდგებით ქვეყნის ასიკეთოთ მართლა გარდამტეხი იქნება რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება ჩვენ თუ ერთად დავდგებით და იმ პრობლემებზე ვილაპარაკებთ რა პრობლემებიც ქვეყანაში არსებობს ერთობლივად და ერთობლივი ძალით და არა ისე შენ იქით ხარეს ხარ მდინარის იქით ხარეს მე მდინარის აქეთ ხარეს ეს არის გარდამტეხი უნდა იყოს ჩვენი ერთადგომა და ქართველების საქართველოს მოქალაქეების ერთადგომა კიდევ ვიმეორებ ეს არ არის არ მინდა რომ იყოს გაცვეთილი ფრაზად არ ჩაითვალოს რა ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ დემოკრატიულ და ისეთ სახელმწიფოს რომ ჩვენი შვილებისთვის ეს იქნება მისაღები არა იმ გზით რასაც ქვია დაპირისპირება არამედ პირიქით დიალოგი თანამშრომლობა და ნებისმიერ ყველაზე პრობლემატურ საკითხსაც კი ნებისმიერ ადამიანთან მზად ვართ დავჯდეთ თანამშრომლობა და გადავწყვიტოთ და მოვაგაროთ ეს პრობლემა რა ძალიან დიდი მადლობა ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს ქვეყანაში და უამრავი პრობლემა კიდე წინ გვიდგას გულისხმობ ჩვენს მეზობელთან ურთიერთობას რა ძალიან დიდი მადლობა ბატონობა მინდა გისურვოთ წარმატება მაშასე ინფორმაცია იმის შესახებ სად შეხვდება სააკაშვილი 26 მაისს თქვენ არ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს მთავარი არის ჩვენი ერთადყოფნა არადაპირისპირება ხალხის ერთობა ესა ყველაზე მთავარი და ეს აუცილებლად იქნება და აუცილებლად ოპოზიცია ამბობს რომ ხალხის ერთიანობა გამოჩნდება სწორედ 26-ში სტადიონზე სადაც ისინი მოუწოდებენ ყველას თეთრ ფერში შემოსცენი მივიდნენ რათა მთელ მსოფლიოს დაანახო რომ ხალხი ითხოვს ხელისუფლების მშვიდობიანად გასტუმრებას ჩვენ ხალხი და ჩვენ ერთად ვიქნებით თავარი ამოსავალი წერტილი და გამოსავალი მაინც მინდა თქვა არის ის რომ ჩვენი ერთადყოფნა და არა ასე ვთქვათ რადიკალური ზომები არამედ აი იმ საკითხებზე მუშაობა რამაც ამ პრობლემებამდე მიგვიყვანა რომელზეც ახლა ვსაუბრობთ რა ჯერ ეს მოვაგვაროთ და მე პერსონალიებზე იქნება ლაპარაკი და დიდხანს არც მე და არჩენ არ ვიქნებით მე მაინც რაღაცა ძალიან დიდი მადლობა ისე შეგახსენებთ მე მთავრობაში არ ვარ თქვენგან განსხვავებით ნახვამდის წარმატებას გისურვებთ მაშინ ეს იყო კობა სუბელიანი მართლაც საინტერესოა სად შეხვდება მიხეილ სააკაშვილი 26 მაისს იგი იქნება თბილისში თუ გავა რეგიონში მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ წუთისთვის ზუსტი ინფორმაცია არც ოპოზიციის ლიდერებს არ აქვთ ხელისუფლების გეგმის შესახებ. მაშასე ზუსტად 2 დღეში იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და დილიდან სტადიონზე ოპოზიციის ლიდერები დაიწყებენ შეკრებას საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად. ისინი გვპირდებიან რომ ძალიან ბევრი სიურპრიზი გველის წინ. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გისურვოთ მშვიდობა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით. ზუსტად 20 საათზე კვირას პირდაპირ ეთერში ვართ ნახვამდის.